პირველ რიგში უნდა მუშაობდეს კოდი, ანუ პრობლემას უნდა ჭრიდეს პირველ რიგში. მერე უნდა იყოს მარტივი, მერე უნდა იყოს სწრაფი და მერე უნდა იყოს ლამაზი. ერთი მაიძულებს რომ OOP-ზე ვწერო. ეგ ჩემთვის პირველი მინუსია, ანუ OOP-ს სადაც მტენი უკვე ჩემთვის მინუსია. მაგას ვიზახი რა, რომ პრაქტიკული მაგალითები მოყავს ანკლბობს ნებისმიერ ყველა მის სესიას, რომ შეხედო ლექციებსაც და კიდე იმ კონფერენციებსაც, ხო? გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის DevTherapy-ის მე-6 ეპიზოდი. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ძალიან საინტერესო პიროვნება, ნიკა ოთიაშვილი. ნიკა გახლავთ indie game developer-ი. მას აქვს ასევე მრავალ სხვა პლატფორმაზე ნამუშევარი და დანარჩენს ყველაფერს ნიკა მოგულობა. ნიკა როგორ ხარ? სალამი, კარგად, მადლობა მოწვევისთვის. როგორ მოგწონს? ძალიან მომწონს სტუდიო, მithumetes Doom-ი Quake-ი, ამათი ფანი ვარ ეს ორივე კარმაკიც. ამასიად მორჩი ამათი წიგნის კითხვას. Masters of Doom. ნუ რომეროს დაწერილი არის, ვიღაცა მესამე პირმა დაწერა. და ანუ ძალიან საინტერესოა. კი, ჩვენ გვაქვს აქ თუ არ გვაქვს. აქ აქვს. წიგნებიც შევამჩნიე coding interviews is right. Doom-ის წიგნიც გვაქვს, მეგონი ის არის, ხო? აი ეს. ხო, Doom guy. ეგ რომეროს დაწერილია მე მგონი, ხო. ცოტა მიკერძოებული იქნება, იმიტომ რომ ბოლოსში ის ჰქონდათ დრამა. ბოლოს თუ უყურე კარმაკის მას ფრიდმენთან. კი, მან დამბობს იმაზე. რაღაცები რაღაცებს ამბობს, ხო, რომ გავაგდეო და ხო, წიგნში წინ მე რა წიგნსაც ვკითხულობ, ხო, Masters of Doom-ში მანდაც წერია, რომ კარმაკის ფრუსტრაცია იზრდებოდა და მე ანუ ეს Rockstar-ობდა ძალიან ეს რომერო რა და ნახა რომ ვიღაცა ახალი დამწყები level designer-ი უფრო სწრაფად აკეთებდა რა რაღაცებს და მაგან წამოჭრა თემა რომ უნდა გაუშვათო რა და ის წარმატების პიკში იყო რომერო და ის ჯერ კიდევ მშიერი იყო Quake-ზე. იმიტომ რომ იქ engine-ში ახალ რაღაცებს რო იგონებდა არ ქონდა ის დაკმაყოფილებული თავის შიმშილი. Michael Ebrashtan ერთად აკეთებდა იქ ხო გრაფიკის მაგის წიგნიც მაგ დაწყებული ის Bible of Graphics Programming. ხო, to Black Book თუ რაღაც ხო მსგავსი იგი ძალიან assembly-ში წერს პროსტატები, ანუ ხო, იცი რომ უკვე ეს არის მხეცია. მოგვიყევი შენს ყოფილ გამოცდილებას და game dev-ობამდე როგორ მიხვედი? ნუ პრინციპში ყოველთვის game dev-ში ვიყავი, იმიტომ რომ პროგრამირების და სწავლა რო დავიწყე, რაღაცა პატარა ბავშვი რო ვიყავი, თამაშების კეთება მინდოდა თავიდანვე რა. და ანუ პარალელურად სულ ყოველთვის ვაკეთებდი თამაშებს. მაგრამ ანუ თან ჩავყავი თითები, ასე ვთქვათ, mobile development-ში, web-შიც, ამაში, embedded-შიც ვიმუშავე ცოტა და ანუ საბოლოოდ მაინც დავასკვენი რომ game development-ი ყოველთვის ვინაიდან side project-ად ყოველთვის მქონდა რაღაცა თამაში და სულ game jam-ებზე გავდიოდი, მაგიტომ ესა game devs ბოლოს game dev-ი გადავწყვეტე და ეხლა დაახლოებით 1 წელია full time-ზე indie game developer-ი ვარ, სადაც ვცდილობ რომ ეს სტუდიო ის ქნა. შევქმნა და გავზარდო indie game-ების რომელიც პირველ რიგში აი ხარ. მესამე პროექტს ათავსებ უკვე Steam-ზე ხო, როგორც მახსოვს? ხო, აი ამ წლის ბოლოსთვის წესით ახლა მესამე თამაში უკვე მზად მექნება და ესა გამოვშვებ Steam-ზე. აქამდე ორი პატარა თამაში გამოვშვი. რაღაც 60 კაციან გუნდთან ერთად პირველიც და მეორეც და ანუ ერთ წელიწადში 3 თამაში ცოტა ბევრი შეიძლება ეჩვენოს ვიღაცას, მაგრამ აი ძალიან focused ის გვაქვს scope-ი რა, 2D არის ყველა თამაში და მაგიტომ არ გიწევს რომ 3D მოდელებს ეჩალიჩო და იქ ცალკე renderers ის ქნა რა ქვია, tweak-ო და ასე შემდეგ და ეგ ბევრ დროს გვიზოგავს რა და game design-იც უფრო მარტივია, იმიტომ რომ შემზღუდველია და ამ game design-ში მეკეთებ? ხო, game designer-ი მე ვარ და მთავარი პროგრამისტიც მე ვარ და art-ზე, sound-ზე და კიდე დამხმარე პროგრამისტად ამყავს ხოლმე, აი ნახევარ განაკვეთზე ერთიან-ორი ადამიანი. მაგ თამაშებს ბევრი კითხვა მაქვს. უბრალოდ სამ მაგ თამაშებამდე მივალთ აი ეს პრეამბები რაც ხდებოდა, ეგენი მოვყვეთ. მე მახსოვს რომ მე და ნიკა ვიყავით უკრაინაში ერთად რაღაც ჰაკათონის მსგავს რაღაცაზე იქ გავიცანით ერთმანეთი. ეს იყო 2017 თუ 16. ხო, სადღაც 17 იქნება. და მაშინ წერდი Android-ზე. ხო, მაშინ Android-ზე. მაშინ პარალელურად რაღაც თამაშებს აკეთებდი, ხო? კი, პარალელურად სულ აკეთებდი side project-ად, სულ მეგდო რა თამაში. და ანუ ამითი ნელ-ნელა აი Unity-ში ვაკეთებდი, ნუ სულ თავიდან Windows Forms-ით ვაკეთებდი რა თამაშებს, იმიტომ რომ ხო C#-ზე. და მერე იყო Unity-ს, აი Java-შიც გამომიყენებია რაღაცა lightweight რაღაცა. Android-ზე მაშინ Kotlin-ი არ იყო, ხო, მაშინ Java-ზე. ხო, Android-ზე სანამ გადავიდოდი, მანამდე просто desktop-ისთვის ვაკეთებდი რა და
ხო და მე უკვე Unity-ი ეს რაღაცა ერთი თამაში გამოუშვი კიდეც აი აბელა რო ყავდათ მოწეული ის მეხმარებოდა დაჟე იმის რაღაცა objective-ი არ ვიცოდი ეხლა არ ვიცი და იქ რაღაცა error-ებს რო აგდებდა Unity კომპილაციის დროს iOS-ის ხო Android-ზე მე დავადიფლოე რა ის ეხლა შენ თამაში დროს დაგეთებ მობილზე არ დიფლოიდებ არა მობილზე აი ზუსტად მაგაზე ვისაუბრეთ აბელასთან წინა ეპიზოდში ზუსტად მაგაზე რომ ნიკა ოთიაშვილს პირდაპირ დაიბარა ესე რომ კითხეთო აი engine-ის development-ზე ზოგადად რა ხო აი engine-ს ზუსტად თითქმის ყოველთვის როცა თამაშები მიკეთებია უფრო გამიმარტივდა რაც უფრო პატარა იყო engine-ი ხო მით უფრო მარტივი იყო რაღაცა თამაშის ფოკუსირება და გამოშვება იმიტომ რომ engine-ი იმდენ თავისუფლებას გაძლევს რომ შეიძლება არ იცოდე რა გააკეთო ან რა feature-ი ჩაამატო და ანუ ამჟამად ხო და ბოლო 6-7 წელია ვიყენებ ერთსა და იმავე რაღაც frameworks love 2D ქვია და ძალიან სუბუქი ეს არის რა ქვია ფენა ასე ვთქვათ ძალიან მარტივ მეებზე უტილიტებზე რაც უკვე არსებული ანუ შეკრა რა ფაქტობრივად SDL-ი არის რომელთანაც აქვს ბაინდინგები OpenGL-ის ისინიც აქვს ბაინდინგები რომელსაც აი შეიდერის გამოძახება შეგიძლია და GLSL-ის კოდი შეგიძლია გადასცე და ასე შემდეგ Box 2D-ს Box 2D physics პროპერიც აქვს კი Box 2D არის ფიზიკისთვის ორგანზომილებიანი ფიზიკისთვის და აქვს კიდე ესა თავისი sound ანუ OpenAL-ზეც აქვს რაღაცა ოღონდ ამარტივებს რა ანუ просто play sound შემიძლია მივიცე და რაღაცა ეფექტები გავიცე და ასე შემდეგ. ცოტა მაინტერესებს შენ იმ დროს სანამ მოხვიდოდი მაგის გაშვებას ვცდილობდი Windows-ზე. Love to ხო Windows ვერ ვიტან. მაგრამ სათამაშო PC-თ Windows-ი მაქვს და დამეზარა და მეთქი Windows-ზე გავუშვებ მეთქი რაღაცას დავწერთ ხო წავე თამაშები მეთქი და ანუ build tool-ი არ აქვს ხო? ანუ რაღაც არ build-აო. ანუ ყურე როგორი რაღაცა ანუ საერთოდ ვიღაცა ჰობიისტის გაკეთებულია ეს Love 2D რა და ანუ აი deployment-ის ნაწილი ცოტა უჭირს რა. მაგრამ ანუ მაინც solution-ები მანდ არის და მაგის დამსახურება ანუ Steam-ზე რო უშვებ ნიშნავს რომ არის რა. მაგრამ მოწესრიგებული მაინც და მაინც არ არის, იმიტომ რომ open source-ია და ყოველთვის free soft-ი იყო რა. და მანდ ასე არის რომ ესე იგი Lua GT აქვს ჩაშენებული რაც აი Lua 5.1-ის equivalent-ია. კი, ეს Mike Polly ვიღაცა ლეგენდარული ანონიმური პროგრამისტი ანუ ტიპი გაიჩითა Lua GT დადო და წავიდა გაქრა არავინ არ იცის მაგის mailing list-ები რაღაცა წაკითხული მაქვს და მე მგონი გერმანელია იმიტომ რომ გერმანულ სიტყვებს იყენებდა ხოლმე რა რაღაცა ვიღაცას რო აკრიტიკებდა ერთ რაღაცებში და ანუ ესეც სრულიად უცნობი ტიპი, მაგრამ აი JIT კომპაილერი დადო რაღაცა ძალიან მაგარი და ვსო წავიდა. ანუ Lua GT რო ან მაყურებელმა რო მიხდეს აი რამდენად დიდი მიღწევა ეს Mike Polly-ს. Lua-ს პერფორმანსი იმდენად გაუმჯობესა, რომ აი JavaScript-ზე უკეთესია V8-ის V8-ში რო შეეშვება რა. ანუ Lua უფრო სწრაფია, ვიდრე JavaScript-ია V8-ზე სწრაფი რა. ანუ სერიოზული რაღაცა და ერთმა ადამიანმა გააკეთა ეს რა. Lua GT-ის კოდიც თვითონ ძალიან სუფთად კარგად არის დაწერილი, სხვათა შორის, ანუ დიზაინ პატერნებს ეგეც არ იყენებს, არ ვიკეთებს რა. მაგაც შეგვიძლია მე ვისაუბროთ ცალკე. და ხო, აი ეს Lua GT-ია ჩაშენებული და ანუ ასეთი რაღაც ხდება, რომ C++-ია თვითონ Love 2D დაწერილი და ეს C++-ი უშვებს შენ Lua GT-ის კოდს, ну წინას რა კომპილირებს, რა თქმა უნდა და ანუ ეს ეშვება. რეალურად იცი რა ხდება, რომ ანუ ეს შენ ამ engine-საც შიფავ და თან შიფავ შენ Lua-ს კოდს. და ანუ ადამიანს რომ მოუნდეს, ხო, შეუძლია რომ შენი Lua-ს კოდი ნახოს პირდაპირ. შეგიძლია bytecode-და დააკომპილიროთ ცოტა ოფუსკაციისთვის, მაგრამ ნუ ყველამ ვიცით რომ დეკომპილაციას გაუკეთებენ და რაღაც. მაგრამ მე არ მაქვს ამის პრობლემა, იმიტომ რომ ანუ თამაშები რაც დაწერილი ამაში მაინც იყიდება რა და ეს არის. ხო. და OpenGL-ს ვინ ელაპარაკება საბოლოო ჯამში? შენ ბოლოს SDL ელაპარაკება OpenGL-ს და Lua უბრალოდ SDL-თან კომუნიკაციებს თუ შენ შეგიძლია პირდაპირ ანუ მაგით რამე პერფორმანს ხო არ კარგავს? არა, არ კარგავს პერფორმანს პირდაპირ. არა, SDL-ის მეშვეობით არ ელაპარაკება. დაჟე SDL-ზე როდესაც SDL-ს როცა იყენებ game development-ისთვის, ხო? რაღაცა დონის მერე თუ გჭირდება, ანუ რაღაცა პრიმიტივები თვითონ აქვს რა, თავისი software renderer-იც აქვს და თუ რამეა შეუძლია გამოიყენოს ვულკანი არ ვიცი, მაგრამ სხვადასხვა DirectX-იც შეუძლია გამოიყენოს, მაგრამ შემიძლია მაგზე თუ ბოდიში მეტალთან. აი არ ვიცი, მე მგონი არ აქვს მაგისი support-ი და software renderer-ს გამოიყენებს.
მაგრამ ანუ აი ძალიან მალევე უკვე გჭირდება რომ OpenGL გამოიყენო SDL-ში თუ ოდნავ კომპლექსურ რაღაცას აკეთებ რა და SDL-დან არ იყენებ უკვე SDL-ს просто ეთქვი რომ კონტექსტი შემიქმენი და მე OpenGL-ის ფუნქციებს ისახებ cross platform-ის ამბავი მაგაში როგორ არის love to the ანუ cross platform Android-ზეც არის iOS-ზე არ ვიცი დაურილისებიას თუ არა მაგრამ წესით უნდა იყოს არა პრობლემა ლოგიკურია და OpenGL-ი რადგანაც ყველგან არის SDL-ი რადგანაც ყველგან არის C არის ბრაუზერშიც არის ამ სკრიპტენით კონსოლებზეც გაუშვიათ აი კონკრეტულად Nintendo-ზეც არის გაშვებული რამდენიმე თამაში და ანუ აი სხვა კონსოლებზეც დევკიტი რო გქონდეს ანუ დააკომპილირებ და გაუშვებ იმიტომ რომ ისეთ ტექნოლოგიებზეა დაშენებული რაც ყველა ცალ-ცალკე ისედაც მუშაობს რა კონსოლებზეც და შენ ხა პატარა ის რომ მოგვითხრა შენი workstation-ი როგორია რაში მუშაობ ხა LOS რაში წერ Windows იმიტომ ვიყენებ რომ ჩემი მოთამაშეები ანუ შევამოწმე კიდეც რა Steam-ის სტატისტიკა 90%-ზე მეტი PC-ზეა და მე რომ ჩემი თამაშები გამოუშვი ხო ჩემი მოთამაშეების 95% ხო PC-ზე არის და ანუ იმ 5%-ისთვის რაც ანუ მაგ 5%-დან даже Linux-ი და Mac-ი ერთნაირად იყო რა მაგისთვის არ მიიღებს რომ პორტო და ის ვქნა და თან მაგიტომ Windows ვიყენებ თორე ისე ანუ ვერცი ყოველთვის Linux Emacs ვიყენებ შევაბერდი ამ Emacs 7 წელია ვიყენებ იცი რა არ ვარ convinced რომ вообще ედიტორს რამე მნიშვნელობა აქვს საერთოდ რა და ანუ პირიქით მე მიხარია ხოლმე რომ ვიღაც ჩემნაირებს გავაძრობ ხოლმე მიხარია ხოლმე შენც Emacs იყენებ მე ამ ბოლოს ჯერ ვიყავი native Emacs-ზე მე ვიყავი SpaceMax-ზე ხო ეს დიდი ხანი ვიყავი SpaceMax-ზე მაგრამ მე SpaceMax-ი ძალიან გამიდოხდა მაგრამ ჩემი პრობლემა არის ის რომ მე ხო iOS-ის სამყაროში ვწერ და ძირითადად მე SpaceMax, Emacs ეგეთ რაღაცებს ვიყენებ ხოლმე თუ რამე ჩემ ჰობი რაღაცას ვაკეთებ. ანუ უბრალოდ ვწერ სხვა რაღაცებს, იმიტომ iOS-ზე ვერ დაწერ. მაგრამ აი ბოლოს სულ ბოლო 6 თვე ალბათ გადავედი Neovim-ზე. Neovim არის ხე რაღაცა Emacs-ია ჩათვალე რა. ანუ Emacs-ით რაღაცები აქვს. ანუ კონფიგურაციის ენა რო Lua აქვს და რაღაც კი, კონფიგურაციის ენა Lua აქვს და ანუ ყველაზე მეტად რაც მომწონს არის ის რომ აი ეს ანუ Lua. ანუ იქ რო ყველაფერს რო ანუ Lisp-ზე ვწერდი, ოკეი იყო, მაგრამ მაინც ის მისჩემნია რა. აი Lisp-იც ძალიან მაგარი ენაა. კი. просто ანუ ხო, ცოტა სინტაქსი ხო, საერთოდ მაინც გონია რა personal preferences ამბავია ყველა. რა თქმა უნდა. მე მაგალითად ვერასდროს ვერ დავწერდი Emacs-ში ამას. ხო არ მინდა უბრალოდ და არ დავწერ ამეთი არა. შენ ერთხელ რო დაждდე და ის ბენეფიტები შეიგრძნო რაც Emacs. ეგ ზუსტად ეგრე ამბობს ხოლმე. ანუ წლები კიდე რა რო ბენეფიტები შეიგრძნო. მე მაგას 2016-დან ვაკეთებდი და მაგიტო თორე ეხა რომ მითხრან ეხა ვიღაცა ეხა ის ალბათ ახლა მესწავლე. ხო არა. უბრალოდ მაშინ ბევრი დრო მქონდა და შემეძლო მესწავლა. Vim-ის key-binding-ები მესწავლა შემეძლო ვიცი. ეხა მაგალითად სადმე რო დავждდე და Vim-ის key-binding-ები არ მქონდეს, თითები ანუ ნატურალურად ვერ ვიქცევი რა, ანუ ჭირდება ისრებს არ ვიყენებ იმისთვის გადასვლა შანსი არ არის ანუ. ჩემს წერი არანატურალური და ყველა მაგას მოუნება ხოლმე რა Vim-დან ეხლა დამსვა Vim-ის key-binding-ზე იმას რა ისწავს მაგრამ როგორც კი მაგას დამოღამებ ანუ იქ არ ვიცი როგორ ავტოკეთებ ეგ მინიმუმ ყველა პროგრამისტმა აი Vim-ის key-binding-ები უნდა იცოდეს Emacs-ის key-binding-ებიც უნდა იცოდეს იმიტომ რომ Linux-ის ტერმინალში ხო default-ად ეს GNU readline-ი იყენებს Emacs-ის იმებს Ctrl-R, Ctrl-N, P, F და B ეს ანუ ესენი Emacs-ში პირდაპირ ერთ-ერთია რა ანუ Alt-F-ს რო აჭერ იმაში ტერმინალში და რო გადახტება სიტყვაზე ეს Emacs-ის key-binding-ებია პირდაპირ იმიტომ რომ GNU readline-ი მე მქონდა ხოლმე ეს ყვითელი ნოუთები მქონდა ხოლმე ამოწერილი და მონიტორზე მქონდა ხოლმე მიმაგრებული იმიტომ რომ ხო და მოვიწყდებოდა თავიდან რა სანამ მივეჩვეოდი და მე უყურებდი ხოლმე ეხაც ნუ ყველგან ხო Vim-ის key-binding-ები მაქვს ვაფშე ყველგან ანუ საერთოდ სადმე თუ კოდი იწერება ყველგან აი იცი როგორ რაღაცას ვიტყოდი აი როგორც გინდ კარდიოლოგი იყო და გინდ რაღაცა ონკოლოგი იყო ან გინდ ქირურგი იყო ანუ ნემსის გაკეთება ყველა ექიმმა იცის რა და მასე უნდა იცოდეს ყველა პროგრამისტმა რაღაც SSH-ის ხმარება სერვერში კი ბატონო ბაშიც უნდა იცოდე და Vim-ის და ეს GNU readline-ის key-binding-ები ანუ მაინც რაღაცა 5-10 ცალი უნდა იცოდე. Vim-ი რო გაგიხსნება როგორ უნდა გამორთო უნდა იცოდე. ხო რა. მინიმუმ საშუალება აქვს. Insert mode-ში როგორ შეხვიდე და გადახვიდე edit mode-ში ეგ უნდა იცოდე. ანუ მე არ ვიცი ხა შეიძლება personal preference-ია მე რო ვუყურებ ხოლმე developers მაგალითად რომ უნდა რაღაც ფაილის დაედიტება. რომ მიდის ხოლმე მაგალითად და იმას რო ხსნის, file explorer-ს რო ხსნის, მე ამ ფაილს რო ეძებს
ანუ მე მქრინჯავს, მაგრამ განაინვასინოს კაცო ის პროსტუალ მე მაგას აი ხელით არასდროს გავაკეთებ, ანუ პირდაპირ ჩემი graphical user interface არა. არა, პირდაპირ გავხსნი ტერმინალს, შევალ ვიპოვე იმ ფაილს, გავხსნი Vim-ს, გადავაკეთებ, დავხურო, გამოვალ. ან შანსი არა მე დღემდე არ ვიცი მაგზე ხარ რაღაც ფაილური დისტრიბუცია რა მოწყობილი. იქიდან ინტერფეისიდან ტერმინალს ვხსნი, ხვდები იქიდან. user-დან CD-თ უკვე ხვდები LS ჩამოვწერ, ნახავ სადო გადავ ეგ მიჩვენია. Просто ის არის აი Windows-ზე პრობლემები დიდხანს მე ძალიან დიდხანს ანუ კომპლექსურ პროექტებზე და 20 კაცთან არ ვიმუშავებდი Git-ზე. ძალიან დიდხანს Git-საც ვიყენებდი ტერმინალიდან. ხო და აი მაგაზე უნდა ეხლა მაგისი თქმა რა რომ ანუ მე მაგალითად პირიქით ვარ graphical user interface Git-ზე, ვიცი Git-ი როგორ მუშაობს კომპლექსურად და რაღაცა, ოღონდ ტერმინალი რაღაც შეინძახი, მხოლოდ მაშინ როცა ძალიან რაღაც საშინლად კომპლექსური кейსებია რა და როცა უკვე graphical user interface-ი არ არის საკმარისი. და იმ მოსწავლეობაში როცა მარტივად შემიძლია ვქნა რატო ვეწვალო იმ ტერმინალის რაღაც იმებს რა და მაგალითად თავიდან რაც თქვი რომ personal preference ამბავია თქო ეგა რა ძალიან მეზარება ეხლა რაღაც ყველა იმის ბრძანებაზე ტერმინალის გახსნა და იმას აკეთებ. მე მაგალითად ეხლა ტერმინალი ყოველთვის გვერდზე რომ გახსნილი მაქვს უფრო მარტივია ჩემთვის. მე რა მაქვს მე ვაქვს დამოუკიდებლობა ესეთი library-ა ტატოსთან ამას თქვი. lazy git ქვია. ხო. ერთი ტიპი აკეთებს და რა შვება იცი, ანუ ტერმინალში ანუ შენს git დირექტორიაში. ისე ტუის გაძლევს, ხო? ხო, ტერმინალი აუ ეგ რა კაიყო ანუ სადაც აი მაგით ვიპოვე. მაგრამ Emacs თუ იყენებ მაშინ Emacs როგორი მაგით ვიყენებ Emacs-ი ბოლოს ანუ Emacs-თან რო გადავედინეო Vim-ზე Emacs ვერ ვანებებდი თავს მაგიტის გამო იმდენად ქონდა დამღმებული და მე გავაძრე lazy git-ი. ხო. და ეხა NeoVim-დან ანუ პირდაპირ ხსნი lazy git-ს, ემა ტერმინალის ემულატორს ხსნი Windows-ში. და იქ ეგრევე lazy git-ს ხსნი. და აი lazy git ყოფილა ჩემი ის რა ბალანსი. არც user-ი ანუ ყველაფერი merge-საც ვაკეთებ, rebase-საც ვაკეთებ, ყველაფერს. აი მე მაგიტსაც ცოტა ხანი ვიყენებდი, მაგრამ ანუ რავი, მაინც არასდროს რა დამჭირვები ესეთი კომპლექსური რაღაცა merge-ების მენეჯმენტი ანუ ხო, იმიტომ რამდენ კაცთან გაქვს მაქსიმუმ დამუშავება. არა, როცა მუშაობდი enterprise code-შიც, ანუ მაშინაც shells ვიყენებდი რა. 1000 ერთხელ მაგიტით რომ იქ რაღაცა დამესელექტებინა ესენი ჰანკები და რაღაცები ამომეჭრა რა. ან რაღაცა merge იყო, პრინციპში მაგ დროს მაგიც ვიყენებდი, ხო? ხო და რავი, მაგის გარდა რაღაც 10 კაციან გუნდშიც ესე ეგ შენი აზრით ეგ ვინც ეგ მაგიტი გააკეთა, Rockstar ცხოვრება არა აქვს? არ ვიცი ვინ არის, არც ვიცი ვინ არის. მე ყავს Twitter-ზე მაგას გამწრდი GitHub-ზე რა და ანუ საკმაოდ ბევრი სპონსორი ყავს GitHub-ზე, აი საკმაოდ რო დავთვალე აი შენ მახსოვს ეგ გინდა რომ რაღაცა ანუ ძალიან დესკი N რაოდენობის სპონსორი ყავს. რავი, სადღაც თაში ცხოვრობს საბერძნეთში. ხო. იმაში ხარ გერა ვიღაცა Emacs-ის ტიპია პროტესილაუს რო ქვია. ეგეც ვიცი. ეგ მართლა ეგ საბერძნეთში კი არა, იმაში ცხოვრობს, Quipro's-ში ცხოვრობს, ოღონდ მართლა მთაში. ელექტროისო გააკეთა, ხო? მაგის გაკეთებულია რაღაც ცნობილი library. რაღაც electric, ხო, ანუ ბევრი რაღაცა electric gas dance არ იყენებს вообще და electron-ის სინ გააკეთა. ერთი წელი ხოხს აშენებდა რაღაცა იმაში. გასული. შემდეგ თემაზე მინდა რომ დავიღალე. ჩო. Emacs easy და ძალიან უცნაურ ტიპებს და მაგაც განვიხილავდით ახლა. თვითონ Emacs ვინ შექმნა? ხო, ეგეც ტიპი რა გარეკილია. მაგის საიტი გაგა საქართველოს წიო, ხო იცი? კი, ვიცი, თავისუფალში იყო ჩამოსული რაღაც. ანუ მაგას გარეკილია თუჯო, ანუ ლეპტოპს არატა, ანუ თავისი ლეპტოპს თავისი ოპერაციული აქვს და ასე იმაში. თავისი ოპერაციული სისტემა აქვს და აი რაღაც პარაბოლას იყენებს, პარაბოლა Linux-ის რო არ დატრეკონ. ოკეი, პირველ თამაში მინდა რომ მოგვიყვა. ხო, პირველ თამაში ხო, საიდან დაიწყე და ხო. აი პირველი თამაში რაც აი ისე რატო წინაზე მაგალითად აბელამ გითხრა ეგეთი რაღაცა რა რომ side project-ად ყოველთვის უნდა გქონდეს გადადებული რაღაცა თამაში, ყოველთვის უნდა აკეთებდე რაღაცას და გარდა ამისა მე თორნიკემ დასვა ეგეთი კითხვა რომ როგორ უნდა მივხვდეო რა უნდა შევცვალო, იქნებ რას ვაკეთებ არასწორად რა. აი თამაში თუ ზოგადად soft-ში? თამაში soft-ში არა. და მაგაზე ითქვა ეგეთი რაღაცა რომ დროთა განმავლობაში შენ მიხვდები რომ აი ეს დაამატო ეს ყველაფერი ის game sense-ი რაც გაგაჩნია ზოგადად მოიტანს თავისით რა. აი ეს შემთხვევაში როგორ წავიდა ეგ გზა რომ თქვა რაღაცა გააკეთე და მე როგორ იზრუნე ამ ყველაფრის დახვეწაზე ოპტიმიზაცია და ასე. ოკეი.
საერთოდ პირველი თამაში რაც გავაკეთე ცხოვრებაში text adventure იყო, вообще გრაფიკის ის არ ვიცოდი და ტერმინალში იყო, რომ რაღაცა stories მოგცემდა და იქ ამოირჩევდი სადაც წასულიყავი და იქ რაღაცა zombies ებრძოდი. ხო, ძალიან მარტივი, იმიტომ რომ რაღაცა if-ები და go to-ესაც ვიყენებდი მაგ დროს რა. და ეს C++-ში იყო აწყობილი, იმიტომ რომ პირველი, ოღონდ C++-ის არც ერთ იმას არ ვიყენებდი რაღაც. ხო, ანუ რეალურად C უფრო იყო რა, მარტივი. ხო და მაგის მერე ანუ რომ დავიწყებ game maker-საც ვიყენებდი რაღაცა პერიოდი რა, მაგან და მანდ უკვე game design-ის ჩადება შემეძლო ამ თამაშებში და ეს არის ანუ თვითონ game design-ს მე ასე ვუდგები როგორც software development-ს რა, იტერაცია გჭირდება ბევრი რა. რაღაცა იდეა გაქვს, როგორ გადაჭრა რაღაც პრობლემა, ან ჩემ შემთხვევაში ვიცი რაღაცა 5-6 რაღაცა რაც არის სახალისო რა. და ანუ აი ადამიანის ტვინში რომელი მუშაობს ყველაზე კარგად. აი დაახლოებით 5% მოსახლეობის არის, რომლებსაც gambling-ი რო გამოაცადო, პრობლემები ექნებათ აუცილებლად. მაგრამ აი ვიდეო თამაშში რო ეს გააკეთოს და არ წავიდეს კაზინოში, მაგალითად, კაია. და ანუ gambling მექანიკები თითქმის ყველასთვის ოდნავ სახალისო არის. აი Hades-ზე რო საუბრობდით ერთ-ერთ იმაზე, Hades-ში ოდნავი gambling-ი არის, ოღონდ gamblaw შენ დროს. ანუ დრო ჩადე, რაღაცა დაბილდე რაღაცები და მე ამას კარგავ უცბად რა. და ანუ ეგ აზარტი რაღაცას იტოვებ, კი, მაგრამ ანუ ეგ არის ეგ აზარტი და მაგას ქმნის ეგ. და ასეთი რამდენიმე მექანიზმი არის. აი ერთ-ერთი მაგალითად FPS-ების, ანუ first person shooter-ების რატო არის რომ რაღაცას უმიზნებ და ისვრი, ყოველთვის რატო არის საინტერესო რა. იმიტომ რომ ანუ ევოლუციური ახსნა აქვს ამას. ბიჭებში მით უმეტეს ძალიან არის ეს ჩადებული ჩვენს ტვინებში რომ რაღაცა მიზანი აიღო და ესროლო რა, შუბი, ნადირობა ძალიან სასიამოვნო რო არ ყოფილიყო, ჩვენი წინაპრები ხო არ გადარჩებოდნენ რა და ეს Call of Duty და ეს Counter Strike და ასე შემდეგ ფაქტობრივად ნადირობის სიმულაციაა რა და ამიტომ ქსიამოვნებს მიზნის ამოღება და სროლა და რა. ედიქტივაა ჩვეულებრივ. კი, ედიქტივი იმიტომ არის რომ ჩვენ გადარჩენას უზრუნველყოფდა რა. რაღაცების ჭირკედელაობა და აწყობა, აი Factorio რო არის ან Minecraft-ში რაღაცების აწყობა და ასე შემდეგ. ეგეც მსგავს რაღაცა მექანიზმზე ზის და აი ამ მექანიზმებს უკავშირებ და მაგაზე ვაწყობ რაღაცა იმას რა ქვია ამა თუ იმ მექანიკას და მაგის მერე უკვე იტერაცია რა რომ რაღაცას გააკეთებ შევცვლი ოკეი ეს უფრო სახალისოა თუ ეს A/B ტესტინგივით გამოდის რა და თავიდანვე ანუ რომ მაგალითად ანუ თამაში უნდა დავწეროთ ამ შემთხვევაში თავიდანვე game design-ის იდეა არ გაქვს ხო რა მექანიკას აწვევი. ეხლა შენ რაც თქვი, მაგას იყენები იმისთვის, რომ პირველადი მექანიკა გქონდეს და მე ამას მაგრამ ესე სუბთა ფურცლიდან იღებ თუ რა მიდიხარ მაგალითად რაღაც ინსპირაციის წყარო გაქვს რაღაცას უყურება ვიჩ რაღაცას ნახულობ. ანუ შეუძლებელია რომ ინსპირაციის წყარო არ ქონდეს, არ ვიცი, არ საიდან ხო არ მოდის არც ერთი იდეა რა, ყველაფერი რაც განცდილი გვაქვს, ნუ ცხოვრებიდან რა. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასე იწყება რომ რაღაცა საინტერესო მექანიკას ვხედავ და რაღაცა სხვას კავშირს ვაბამ, რომელიც აქამდე არ მინახავს რა. ამ დროს story არ ჭირდება რომ გქონდეს ხო? არ story-ზე საერთოდ არ ვფიქრობ. Story-ზე საერთოდ არ ვფიქრობ, არც გრაფიკაზე არ ვფიქრობ, არც არაფერზე. იმიტომ რომ ვიდეო თამაშებში არც ანუ ხო, ამ დროს არ ვფიქრობ. და ანუ story-ს ხშირ შემთხვევაში უბრალოდ მიაწევებენ ხოლმე ბოლოს on indie game-ებზე ვსაუბრობ რა, სადაც gameplay არის მთავარი. ნუ რა თქმა უნდა AAA თამაშებში რაღაცა დიდი storyline-ი გაქვს ისა, ეგენი ფაქტობრივად ფილმებია რა, რომელიც ანუ არნიშნავს რომ უფრო ნაკლები თამაშია ან რაღაცა, მაგრამ ანუ სახალისო ნაწილები არის რაღაცა gameplay ელემენტები და შემდგომ რაღაცა ფილმია, იმიტომ რომ პირდაპირ გაგებით ზიხარ უკვე. ხო და ნახე მე მგონია რომ აი წეღარ რო თქვით რომ enterprise development-თან სხვაობაო რა. Enterprise development-ში მაგალითად ამოცანა გაქვს და იმ ამოცანაზე ფიქრობ კონკრეტულად რა და game development-ში ეგრე არ არის, იმიტომ რომ ამოცანა გადაგზა ისახება, ხო? ანუ თუ უბრალოდ high level რაღაც საბაზისო რაღაცა იდეა არსებობს და იმ იდეის დახვეწაზე მიდის მე development-ი. იცი რა არის? აი თუ AAA თამაშებში მუშაობ რა, რაღაც დიდ კომპანიაში, სადაც რაღაც ტასკი გაქვს. მანდ მასეთი მსგავსი ტასკი არის, უბრალოდ უნდა გააკეთო და გასაგებია ეს ნუ შეიძლება ვიყურებენ ესეთი ადამიანები, ვინც არის indie და AAA რაღაც სხვა. მაგაზეც ერთი შემთხვევა ხო, indie თამაშები არის პატარა სტუდიოები 10, 20, 100, 200 კაციანი გუნდი, როდესაც აკეთებს რაღაცა ვიდეო თამაშს და AAA ნიშნავს, რომ აი multi-million-დოლარიანი ბიუჯეტი აქვს, რომ რაღაცა ძალიან დიდი გააკეთონ და გრანდიოზული. და ანუ რეალურად ხო ინდი თამაშების მარკეტიც, ლამის AAA თამაშების მარკეტის
ტოლი არის დაახლოებით იგივე ფულს აკეთებს. game development, indie developer-ების დამსახურება. Indie developer-ი რაღაცა ახალს გააკეთებს. ხო, ანუ ასე ხდება ხოლმე, რომ indie developer-ი რაღაცა ინოვაციურს ახალს გააკეთებს რა და AAA სტუდიოები დაინახავენ და ამას აიღებენ და ბევრ ფულს ჩაყრიან და გააკეთებენ უფრო დახვეწილს ან რაღაცას ხოლმე რა. მონოპოლისტი კომპანიების ამბავია რა, ანუ რაღაც დიდი კომპანიებს ბიუჯეტი აქვს, იდეა და მე იმას იპარავენ. ნუ იმათაც აქვს თავიანთი, ანუ ათასობით ადამიანია, ვისაც ხელფასი უნდა გადაუხადო და ვერ გარისკავ იგივენაირად როგორც მე და სამი კაცი როგორც გავრისკავთ რა, იმიტომ რომ რავი ჩვენ სამი კაცი ვართ. უღირთ რომ იმათმა შენი რისკები იყიდონ მე. ხო, იყიდონ და ნუ დააკოპირონ უფრო და ასე შემდეგ. მაგრამ მე არ მან იყიდა მე Microsoft-მა. ხო, Microsoft-მა იყიდა კი. ხო, ანუ ეს არის ბევრი რაღაცა ხდება, ბევრი ცვლილება არის ახლა game development-ში. დაუბრუნდეთ იმ საკითხს, რა ირაგა. ხო, აი enterprise-ისგან განსხვავებით, ანუ მე მასე ვაკეთებ რომ ბევრი იტერაცია მიწევს, მაგრამ დიდ კომპანიაში ასე რომ tasks მოგცემენ და შენც გააკეთებ და აშენო, მაგრამ მანდაც ვიტყოდი რომ მანდაც არის იტერაცია, იმიტომ რომ საბოლოოდ რას ხედავ და რას განიცდის მოთამაშე, ხო, მაგაზე არის ხოლმე დაფუძნებული რა. იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ვიზუალურ იმას და თუ ტესტები კი შეიძლება ფესავდეს, მაგრამ ანუ თავარია რომ სახალისო იყოს, რომ მე ხალხმა იყიდოს რა. ანუ მანდაც ექსპერიმენტაციაც დარწმუნებული ვარ არის. მაგრამ უბრალოდ enterprise code-შიც, ანუ შენ რო თქვი, რომ ესე იგი ჯერ უნდა კოდი დაწერო, რომ შემდგომ დაინახო რა არის გასაკეთებელი რაღაცა მსგავსი. არა, ჯერ ამოცანა დეტალურად არ ჩამოყალიბებული, რომ რას აკეთებ. ან enterprise code-შიც მაინც და მაინც ხშირად არის მასე, ანუ მე სადაც მიმუშავია, რაღაცა პრობლემის გადაჭრა გვინდოდა და ადგილზე ხო ჩამოვაყალიბებდით რაღაცა ეს feature-ი გვინდა, თქვათ user-ების dashboard-ზე რომ ესე იყოს. და ანუ ხშირ შემთხვევაში შეიძლებოდა, ანუ იმის განხილვა რომ вообще ეს გვინდა თუ არა და ასე. მაგრამ ალბათ უფრო ქაოტური მდგომარეობა ისეც არის. ნუ agile იყოს ხო. ხო, ანუ თუ მე ასე უყურებ, რომ თუ ისეთ რაღაცას აკეთებ, რაც აქამდე არ გაკეთებულა ან არ გაგიკეთებია, ხო? რაც ხშირ შემთხვევაში, ანუ ზუსტად იგივენაირ რაღაცას თითქმის არასდროს არ აკეთებ არც enterprise code-ში და არც ვიდეო თამაშებში. გიწევს, რომ მაინც იტერაცია გქონდეს, იმიტომ რომ მე ასე უყურებ, რომ რაღაცა ნისლია რა შენს ირგვლივ და ანუ ნაბიჯის გადადგმა არის კოდის წერა. ანუ კოდს რო წერ, მაშინ ფიქრობ და მე ხვდები, რომ ამ კოდის 80% უნდა გადავყარო. იმით და ანუ საჭირო იყო რომ ეს ნაგავი კოდი დაგეწერა, რომ მიმხვდარიყავი რომ რა არის შემდეგი ნაბიჯი და უკან წამოხვიდე და მე შემდგომ დაწერო. ანუ ეს არის და აი engine-ები და რაღაცები მაგიტომ არ მომწონს. მართალი გითხრა რომ აი ამას ცოტა ანელებს ამ feedback loops, როდესაც უკვე დიდი ხდება პროექტი, შეიძლება ანუ build-ს დაჭირდეს ბევრი დრო, ან არიცი იმის ქვეშ რა ხდება რა და ცოტა ანელებს. გაძლევს მილიონ რაღაცას, მაგრამ შენ იყენებ იქიდან ალბათ 10%. ხო, 10%. ეს ყველაზე მეტად არ მომწონს მე მაგ engine-ებში რა. რომ ანუ ესე იგი სულ დამაქვს თან ამდენი ნივთი, რომელსაც არ ვიყენებ. და ამას შეიძლება ფიქრის პროცესი გამირთულოს. იმიტომ რომ შეიძლება ვნახო რომ Unity-ს აქვს მაგალითად რაღაცა feature-ი და მოვინდო მე იმ feature-ის ჩემს კონტექსტში გადმოტანა. არა არ ჯდება ის feature-ი, ან არაფერს არ მჭირდება. იქ შეიძლება შემაფერხოს რა იმან რა და ეს ანუ მაგიტო თქვა აბელამაც ანუ სუფთა ფურცელზე ფიქრი მაინც უფრო გიწმენს რა ტრეშ რაღაცებს და უფრო მაინც კონცენტრირებული ხარ რა. ოკეი, სანამ engine-ს გადავალთ, ის რო დავამთავროთ, მან შენ შეიძლება მოგწონდეს ის მექანიკა, რასაც მიყვები, დააკავშირე და კაია. მაგრამ ამ დროს ხო შეიძლება ეგ რომ მან ხო შეიძლება ძირითადად ხო სუბიექტურები ვართ რა, მე მომწონს ის მექანიკა. რა მაგდროს ასკეთებ ხოლმე, მაინც რო გადაამოწმო. იქნებ უბრალოდ მარტო შენ მოგწონს ასი კაცი და მაინც გაგრძელებ მაგ იდეის მიყოლა, იმიტომ რომ ეს ხო შენი დრო ჯდება. კი, რა თქმა უნდა. ანუ მაგიტომ შესაბამისად არის ძალიან ცარისკო ის indie game development. როგორ? Early access-ის ფაზები და კი, early access-ში მქონდა, აი პირველი თამაში ეხლა ამ წელს რაც გამოუშვი, ხო, ჯერ early access-ში მქონდა და რაღაც რამდენიმე რაღაც 200 კაცმა რო იყიდა, მეთქი, ოკეი, ღირს რომ ამას დაუთმო კიდე რაღაცა რამდენიმე თვე. რა, იმიტომ რომ 2 თვე ვაკეთებდი თუ 3 თვე და early access-ში რო გამოუშვი, აი მაგან მომცა. აი მეორე თამაშზე რაღაცა demo გამოუშვი რა და შემეძლო რომ კიდე 1-5-6 თვე ჩამედო, მაგრამ ნახე რომ demo ჩაიწერა მარტო რაღაც 20-30 კაცმა რა. ანალიტიკები მქონდა გაკეთებული რა აქ. Steam-ი გაძლევს ანალიტიკას რომ საშუალოდ რამდენს თამაშობს ადამიანი, მედიანას გაძლევს და აი პაკეტებად გიყობს 1 საათი რამდენმა ითამაშა, 2 საათი, 3 და ასე შემდეგ.
და Steam-ის ანალიტიკაზე უფრო დეტალური ანალიტიკა მქონდა მე ჩაშენებული თამაში, რომ აი სადაც მოკვდები, რომელ level-ში მოკვდი რა და რამდენი წუთი თამაშობდი და რამდენჯერ ახტი და რამდენი დეში გამოიყენე და ამ შემდეგ ამას მიგზავნიდა რა დემო. და ეს მქონდა რაღაც SQLite-ის ბაზაში ჩემ სერვერზე რა. და აქედან დავასკვენი რომ აი ზოგი ლეველი ზედმეტად რთული იყო და ის გამოვასწორე, სადაც ბევრი ყვდებოდა ეგ ლეველი, ესე იგი რთული იყო რა. დაჟე საერთოდ ტუტორიალს ვერ გადიოდა რა უმრავლესობა და მაგან მიმახვედრა რომ მე ვმუშაობ რაღაც მე-7 ლეველზე რა, მე-7 რა 70 ლეველზე რაღაცაზე და ანუ პირველი 3 ლეველი იმდენად რთულია რომ 70-მდეც არც მიდის და მაგიტომ ამ ანალიტიკით გამოვასწორე ეგენი. და მე საბოლოოდ დავასკვენი რომ რაღაცა ანუ თავიდანვე რაღაცა ისეთი შეცდომა დაუშვი, რამაც ანუ ცუდად წაიყვანა ეს თამაში და რატომაც არ იყო რეზონანტული ხალხისთვის. მაგრამ მაგით მოვიგეთ რა, რომ უცბად ეს ვქენი ამ ანალიტიკის დამსახურებით. მივხვდი რომ ოკეი, ეს თამაში რაღაცა არ მუშაობს კარგად და ერთ თვეში უცბად ბანტი დავადე, გამოვუშვი და გადავედი შემდეგ პროექტზე რა. და ანუ მსგავსმა ანალიტიკამ კი გადამარჩინა და მაგრამ ანუ ვერ აირიდებ თავიდან რომ რაღაცას რო აკეთებ და გონია რომ სახალისო იქნება მოთამაშისთვის, ხო? ეს ნუ სანამ არ გამოუშვებ, მანამდე ვერ მიხვდები რა. რეალობას უნდა შეეხოს რომ მიხვდე, კაია თუ არა. შენი ორი მაგორ თამაშზე გითხარი სახელები და ამოვანათებთ და თან description-ში დავლინკავთ. ხო, ანუ ეს არის და მოგვიყვა ვაფშე რა ხდება მაგ თამაშებში. ხო, ნუ რეალურად უმჯობესია თვითონ ნახოს ის ანალიტიკას ცოტა რთული მოსაყოლია. ერთი არის GNOME-ზე, რომელიც რაღაც Survivors like თამაშია, ვინც იცის მიხვდება, ვინც არა ახსნი მაინც. მიხვდებიან მოკლედ ტრეილერიდან. GNOME-ბერ ქვია და ნუ ბომბერი GNOME-ი რა, ბომბები გაქვს და იმით ესა იგერიებ შენ ბაღში შემოჭრილ სხვადასხვა მწერებს ცხოველებს. Plants vs Zombies. აი, მხოლოდ ერთი, ხო, უფრო ესა Insects vs GNOME გამოდის, მაგრამ ხო, სტრატეგიული არ არის, საერთოდ არის უბრალოდ ესა action თამაშია რა. და მეორე არის Man-Pit პლატფორმერია უბრალოდ, ოღონდ დინამიურად გენერირებული ლეველების რაღაც ესა აქვს კომბინაცია რა. ანუ pre-made ლეველები მაქვს, ბევრი, დაახლოებით 500 თუ რაღაცა პატარა ლეველი რა, ოთახი 500. და ამ 500 სხვადასხვა ოთახს ვაბამ ერთმანეთზე რანდომულად რა, რომ ანუ კარგი path-ი იყოს და side path-ებიც რო იყოს, რომ აი იქით გავა და power-ups აიღებს ან რაღაცა დამატებით კაცი პოვის კიდე სხვას და მერე წავიდეს. და ეს არის Man-Pit ქვია ამას, ნუ კაცია რომელიც ხრელში ჩახტება და უნდა ამოვიდეს რა. თვითონ ანუ websites ავწევ Lysisoft.g და მაგაზე შეუძლია ხალხმა ნახოს ეს ისა თვითონ თამაშები და Steam-ის page-იც მანდ მექნება დალინკული რა. ასე რომ ვინმეს თუ აინტერესებს შეუძლია ნახოთ. Engine-ზე უნდა ვესაუბრო Unity-ზე, მაგრამ სანამ Engine-ზე მივალ კიდე უნდა ვიკითხო იმ Luas. მანდან მაგალითად რადგან მარიღამ ინდი თამაშებს ვლაპარაკობთ. მან ზოგადად ხა შენ მაგალითად სამ აროს აღწერა რო გინდა რა. ანუ ეს მინდა კარგად გაიგოს, მაგრამ როცა ვლაპარაკობთ Love 2D-ზე, ანუ Love 2D-ს არ აქვს არანაირი user interface-ი. ანუ თუ ვიღაცა Unity-ში რაღაცას ხელით აკეთებს და drag and drop-ით აწყობს და სამ აროს ან wall-ს აწყობს drag and drop-ით, ან მანდ მაგას ვერ გააკეთებ. ანუ რუკას მაგალითად ავიღოთ, ანუ იმ სამ აროს სადაც ათამაშებ რა. მაგას როგორ არენდერებ, ანუ როგორ ხვდები მაგალითად კედელი სად არის, სად მთავრდება. ანუ რეალურად კი ასეტებს ხატავ, მაგრამ ხო უნდა იცოდე შენ ეგ ასეთი სად დახატო. ხო. ანუ მე ვიცოდი, ანუ თვითონ სამყაროს როგორ ვაწყობ, ხო? მოდელირება როგორ ხდება სამყაროსი. მოდელირებას როგორ აკეთებ სამყაროს. ოკეი, ანუ უნდა დაუფიქრდეთ რეალურად engine-ი რა არის რა. Engine-ი არის სხვადასხვა tool-ების გაერთიანება, ფაქტობრივად game developer-ის IDE არის რა. და სხვადასხვა tool-ებს აერთიანებს უბრალოდ. ხანდახან ედიტორიც არის თავისი ამ engine-ში. Mono develop-ი თუ რაღაცა ერქვა, იმას Unity-ს. ეხლა არ ვიცი, შეიძლება Mono develop-ი, იმიტომ რომ მიგელ დეკაძემ რომ Mono გააკეთა, იგი იყო იმისთვის, რომ Unix-ზე გაშვებულიყო C#-ი. და Unity-ს ჭირდებოდა runtime-ი, ეგ რომ Unix-ზე გაშვებულიყო C#-ი და მაგით იყენებდა. просто ანუ ისა უბრალოდ ის ანუ ედიტორიც ქონდა თავისი რა. ხო, ანუ ედიტორი კოდის level editor-იც არის ხოლმე, object-ების editor-ი, prefab-ების და რაღაცა. კიდე არის ხოლმე რაღაცა UI editor-იც აქვს ხოლმე და ასე შემდეგ რა. მაგრამ რეალურად ანუ ეს engine-ი просто ერთი პროგრამა, რომელშიც ეს სხვადასხვა მოდულებია. და მე თუ თამაში ვთქვათ არ მაქვს სამყარო და დინამიურად არის გენერირებული, level editor-ი არ მჭირდება. text editor-იც არ გჭირდება თუ რაღაცა უკვე გააქვს რა მსგავსი. შეიძლება არ გჭირდებოდეს UI, იმიტომ რომ თამაშს გაუშვებ და ეგრევე იმაშოვე, აი Stanley Parable-ით არის ან რაღაცა. ხო და
ანუ ეს ცალ-ცალკე ხელსაწყოები ხო ძალიან ბევრი open source ხელსაწყო არის ისედაც და შენი თაცვე შეგიძლია შექმნა რაღაცა პრიმიტიული ვარიანტი. მე მაგალითად ძალიან მარტივი რაღაც 2 დღეში დაწერილი level editor-ი გამოვიყენე ძალიან ბევრი რაღაცისთვის რა და მხოლოდ ისინი ქონდა რაც ჭირდებოდა რა, იმიტომ რომ მარტივი პრიმიტიული რაღაცა. ანუ მაინც იყენებ level editors. ხო, level editors ვიყენებ, რომელიც ჩემი ძველი რაღაცა level editor-ი მქონდა და ის გადმოვიტანე Love2D-ში მქონდა ეგეც აწყობილი და პირდაპირ ეგ უფრო მარტივი იყო, ვიდრე თქვა გამომეყენებინა tiled level editor-ი, რაც ასეთი პროგრამაა, რომელიც open source-ია და ემაში ინტერფეის გაძლევს რაღაცა, იქ დააკლიკებ, იმას ობიექტების სპრაიტებს და პროპერტიებს ჩაწერე რა, გადასცემ რაღაცა ფაილს და მე ააწყობ რა ხელით ამ ესა კლიკებით და ექსპორტს უკეთებ და XML-ს გაძლევს რა. ანუ რეალურად მე მაგის თქმა მინდოდა წეგა მოდელირებაში მაგას გულისხმობ და მაყურებელმაც რო გაიგოს. ანუ რეალურად ყველა level editor-ის უკან რეალურად გენერირდება რაღაცა წაკითხვადი ფორმატი, რომელსაც მე engine კითხულობს და ხდება იმ წაკითხულიდან ინფორმაციით სადრა დახატოს. ხო. ანუ წაკითხვადი ხანდახან არ არის binary-შიც გაცნობს ხოლმე რა, მაგრამ ხო. თავისთვის თვითონ წაიკითხავს. მე JSON-ში მქონდა მაგალითად. ხო, მაგას მე მაგათ რაღაც რო ვაკეთებდი JSON-ში მქონდა მტერისად ჩამოსულ მაგათ ერთიანს წაიკითხო, იქ ჩავსვავდი იმ პოზიციაზე ერთიანს. ანუ ჩვენ მოდელირება მე მაინტერესებდა level editor-ით აკეთებდი მოდელირებას თუ მაგ ფორმატს და მაგ მოდულს შენ თვითონ აწყობდი. ხო, ეგ ძალიან წვალებაა, ხო. თუ ძალიან მარტივ level-ებს აწყობ, ხო? მაშინ შეიძლება editor-იც არ დაგჭირდეს რა. ვიცი რომ ზოგი თამაში, აი მაგალითად Spelunky, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი თამაში, მან მსგავსი Spelunky ქვია. მსგავსი level-ების გენერაცია იყო, რაც main-pit-ში მაქვს მე, რომ ოთახები იყო სხვადასხვა და რანდომულად შეიძლება მუტაციები მომხდარიყო ამ ოთახების და ერთმანეთზე გადაბმულია და level-ი ასე ეწყობა. level editor-ი არ ქონდა ტიპს გამოყენებული. იცი რა გააკეთა? უბრალოდ რიცხვები ქონდა რა, დაწერილი text file-ში რა. აი 0-იანი ნიშნავს რომ მანდ არაფერი არა, 1-იანი ნიშნავს რომ ეს არის ბლოკია მანდ, ან x-ი ნიშნავს რომ ბლოკია მანდ და აი 0 x 0 იქნებოდა ცარიელი ბლოკი და ცარიელი. და ასე ქონდა ვერტიკალურადაც აწყობილი text file-ში და ანუ developer-მა უბრალოდ წაიკითხა ეს text file-ი და სადაც რაღაც ვთქვათ y იყო, მან ნიშნავს რომ ღამურა ან რაღაცა რა, დამალული სადღაც და ანუ მაგის მიხედვით წაიკითხა. ასე რომ ეს არის მრავალი სხვადასხვა ტიპის tooling-ია და engine უბრალოდ ამას შეკრავს და მოგცემს რა. ხო და აი რამენთა ეს შენი აზრით სადამდე უნდა მოხდეს ერთი კონტროლი თამაშის development-ი. ანუ რა არის ის ბოლო deadline-ი, როდესაც თქვათ უნდა შეწყდეს და უსიო ამ შეგრული იყოს თამაში. ეცია თუ გეკითხები ამას ამ მომენტ რომ არსებობს თამაშები, რომლებიც გამოვიდა, აუ 15 წლის წინ პირობიდან და development-ი შეწყვეტილი არ არის, კონსტანტულად გამოდის update-ები რა. აი მაგალითად რავი რა Candy Crush-ი მაგალითად ხო ყველა დედის საყვარელი თამაშია, რომელიც რავი არ სრულდება ფაქტობრივად რა. ხო. აი მაგას იკითხები რომ რა ეტაპზე არის ის რაღაცა, რომელიც მე თქვა developer-ი ან developer-ები უკვე აღარ აგრძელებენ უშუალო development. აქ არის საუბარი bug fixing-ზე და community-ის რაღაცაებზე რა, issue-ებზე. საუბარია უკვე აი პროგრესირებად. ხო რა, კი. თვითონ თამაშის ბიზნეს მოდელიდან გამომდინარეობს ეგ. აი World of Warcraft-ში მაგალითად სულ ამატებდნენ კონტენტსაც და ახალ ფიჩერებსაც და ასე შემდეგ. Hearthstone-შიც კი, საერთოდ game mode-ები ჩაამატეს ახალი რა Hearthstone-ში. საინტერესო რაღაცებს პოულობენ სხვადასხვა indie space-ში, auto-battler-ები ნახეს ისა და ჩაამატეს რა და ანუ აქვთ მაინც 10 წელი დაჭირდათ, მაგრამ ხო და ანუ თვითონ ვიდეო თამაში მე კონკრეტულად ეგ მომწონს ვიდეო თამაშებზე რომ ანუ შეგიძლია რაღაცა მომენტში თქვა რომ სო მორჩა რა და სო გამოუშვა და მე აღარ შეეხოს საერთოდ აღარ დაუბრუნდე შენ კოდს რა და ანუ ეგეც მომწონს მაგრამ გაჩნია ვიდეო თამაშიდან მე მასე თამაშებს ვაკეთებ რომ რაღაცა მომენტში მორჩება და მაგის მერე აღარ გჭირდება დეველოპმენტი ნახო შეიძლება ისე შეგიყვარდეს თუ რასაც აკეთებ რომ გენანებოდეს მოსარჩენი. ალბათ მასშტაბზეც არის თამაში დამოკიდებული და რაღაც მოგებაზე ხო, მოგება თუ აღარ აქვს მე ვერ გავამართლებ მაგაზე დროის დახარჯვას რა შემ შემთხვევაში. მაგრამ პლეიერები თუ მოდიან და უფრო მეტი და მეტი უნდათ, ხო? ანუ რა თქმა უნდა შეგიძლია გააკეთო. შენი მიზანი ხარ როგორც ინდიგევის, აი კაი კითხვიდან ამ კითხვაზე გადავიდეთ. ანუ შენი მიზანი ამ ეტაპზე მე ესე ვხედავ, რომ შეიძლება ჩემი მიზანი იყოს ესეთი, რომ ბევრ თამაშს ვაკეთებდე მცირე დროში და ველოდებოდე რომელიმეს გავარდნას.
მაგრამ მეორე მიზანი შეიძლება იყოს, რომ ერთი გავაკეთო მაგალითად, აი ცნობილი თამაშები, Celeste ვახსენეთ, წინაზე Brady ვახსენეთ. ანუ თუ ერთი გავაკეთო და იმიტომ რომ Jonathan Blow მაგალითად ყველამ ვიცით, რომ ლეგენდარული პროგრამისტია, მაგრამ 7-8 წელი უნდება ახლა თამაშების გაკეთებას. ორი თამაში აქვს შეერთებული. ხო. ნუ რეალურად Jonathan Blow-ს ალბათ 200-ზე მეტი თამაშია გაკეთებული, რომელიც ვიცით. გაუვარდა არა, ანუ მაგ საუკეთესო იყო. ბოლო ორი რაც გამოუშვა, ეგ იყო ძალიან, მაგრამ მანამდე 1-200 თამაში. არა, ხო, მაგრამ ეგ 200 თამაშს ხო ბევრმა არ იცის მაგ შესახებ. ხო, არ იცის, მაგრამ Brady ბიბლია. და Witness-ი. ეხლა აკეთებს Sokobanis რაღაც თამაშს, მაგის სტრიმებს უყურებ. პოდკასტებს უყურებ ხოლმე სულ. ანუ რაღაც ბევრ რაღაცას აკეთებ, ბევრ პროდუქციას და ერთი გივარდება როგორც ეს. ან მე კითხვა ეს მაქვს, რომელი გირჩევნია შენი მიზანი რა, ანუ შენ რო მაგას ხედავს როგორ უყურებ, რომ გირჩევნია რომ ბევრი გამოუშვა, თუ სამომავლოდ ერთი რაღაც ანუ იპოვო და იმას შავი. ხო, რა ისტორია რო დრო რო გავა, თქვა რომ ნიკამ ის თამაში. აი უყურე როგორი ის არის. ანუ ბევრი მიფიქრია ამ თემაზე და ამის ირგვლივ. და ასეთი დასკვნა გავაკეთე რა. დღეს ალბათ მაინც გაყიდვაზეა, ხო? აი გააჩნია რა გინდა. რეალურად გაყიდვა. იმიტომ რომ აი ბოდიში გაგეწყვეტინე კიდევ ერთხელ აბელამ წინაზე გითხრა, რომ თამაში დეველოპმენტის პერიოდში უკვე გაყიდვაზე უნდა ფიქრობდეო რა. კი, სწორს ამბობს. აი მაგაზე იმიტომ რომ ისე არ დაამთავრებ. უნდა დაამთავრო რა. თუ არ დაამთავრე და ვერ დაამთავრე, ანუ არ გამოუშვი და არ გაქვს საშუალება რომ ისწავლო შენი შეცდომებისგან რა. და ანუ ეგრო გავაკეთო ხო მაგიტომ ვცდილობ რომ ბევრი თამაში გამოუშვა ახლა რომ ანუ სწავლას გიჩქარებს ეს არის ბევრი game developer-ი ვინც მუშაობს 10-15 წელია თამაშზე და ჯერ არ გამოუშვიათ და ეგ რაღაცა სპირალში გაგდებს რომ რახან ყველას ხო უთხარი რომ ერთი 10 წელია უკვე ამაზე მუშაობს ძალიან კარგი უნდა იყოს რა ძალიან კარგი უნდა იყოს ისე ვერ გამოუშვებ და აი უსასრულოდ ხო და აი რაღაცა კუთხეში ზიხარ და აი უსასრულოდ ვცდილობ ჭირკედელაობ ამ შენ ოქროს რაღაც მონეტას იმაშვები წმინდა და ამას ჯობია რომ უცბად გააკეთო და გამოუშვა რომ შეეხოს რეალობას და დაგეტაკოს რა სახეში და ნახო ხო იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში იცი როგორი რაღაც ხდება რომ აი 10 წელი რომ მუშაობ ამ თამაშზე ხო პირველი წლის პირველ კვირაში დაუშვი ისეთი შეცდომა რომელმაც მე მთელი შენი 10 წელი ხო განსაზღვრა და ეს არის ახლა ის პირველივე დღეს გააფუჭა ეგ ყველაფერი ხო ნუ მან დიზაინი უკვე აწყობილი ჰქონდათ და რაღაცა წინა ფორმულა რაც იყო მე ნაკლებად მაგას მიყვებოდნენ მე უფრო გულისხმობ იმას რომ აი გეიმ დიზაინში რაღაცა გადაწყვეტილებას რომ მიიღებ ხო ის შეიძლება გამოყვეს მე წლების განმავლობაში ამ პროექტზე თვითონ რომ ანუ მე მიხვდე რომ უი პირველივე თვეს რომ რაღაცა მარტივი გადაწყვეტილება მივიღე რაზეც არც მიფიქრია რა რომ აი ვთქვათ იყოს თუ არა friendly fire-ი multiplayer თამაში რა და ანუ ეგ იმდენ რაღაცას ცვლის რომ მაგაზე დაფუძნებით მე ვთქვათ weapons უფრო დაბალი damage-ი აქვს, იმიტომ რომ არ გინდა teammate-ი მოკლა ხო და weapons დაბალი damage-ი თუ აქვს, ესე იგი boss-ებსაც დაბალი სიცოცხლე აქვს ან რაღაცა და ხო ხედავ რამდენი რაღაცა. ჯაჭვურად არის დამოკიდებული. კი და ეს ჯაჭვს უკან უნდა მიუყვე, რომ გამოასწორო, ან უნდა გადააგდო რა. და ხშირად ასე ხდება ხოლმე, რომ გადააგდებენ და მე ახალზე იწყებენ მუშაობას. ამიტომ ცოტა სახიფათოა ისეთი აი ერთი პროექტი შენი შვილივით რო ყავს და 4-5 წელი რომ მუშაობ რა. უნდა გზადაგზა თუ არ ხარ გამოცილი game development-ში ხო? უმჯობესია რომ ბევრი რაღაცა გააკეთო და პატარ-პატარები, იმიტომ რომ ყოველი გამოშვება გაძლევს საშუალებას რომ ნახო ესა რა რეაქცია ექნება იმას მოთამაშეს რა და საბოლოოდ ეგ არის მნიშვნელოვანი შენ თუ თამაში გააკეთე რომელიც მარტო შენ მოგწონს ოკეი ნუ იკაიფე და რაღაც მაგრამ თუ გინდა რომ ამისგან ფული გააკეთო სხვებსაც უნდა მოეწონოს რა და სხვას თუ მოსწონს ასევე ნიშნავს რომ რაღაცა სიმართლეს მიუახლოვდი რა იმიტომ რომ სხვა ადამიანებში რაღაცა ჩაწვდის სიღრმისეულად რაც ძლიერი არის მისთვის და რეზონანტულია და მას რაღაც დადებითი გაუკეთე ეგეთი მაგალითი რა გახსენება მაგალითად რომელი ინდი თამაშია რომელიც აი იდეალურად ჩაწვა მაგას აი Minecraft-ი იყო ერთ-ერთი ძალიან მაგარი ანუ არ ვიცი რა არის Minecraft-ი არის კლასიკურად ინდი თამაში ხო ანუ Stardew Valley-მაც იგივე ექნა მიუხედავად იმისა რომ უყურე როგორი რადიკალურად განსხვავებული დეველოპმენტის ის ჰქონდათ რა ქვია პროცესი Minecraft-ს და Stardew Valley. Stardew Valley-ზე ხო ეს ერიკ ბარონი ქვია მე მგონი დეველოპერი მუშაობდა 4 წელი 4 წელი არ გამოუშვია რა. ჯერ რაღაცა მე მგონი რაღაცა დემოსავით გამოუშვა და ფორუმზე მუდამ, მაგრამ ამ ერიკსაც ჰქონდა რა, ფიდბექი მუდამ ფორუმი ჰქონდა და იქ ხალხი ელოდებოდა, საინტერესოდ გამოიყურება ეს აპდეიტ დევბლოგის რო პოსტავდა ხალხი
feedback-ს აძლევდა, მაგრამ მაინც 4 წელი მუშაობდა ამ თამაშში. ხო, მაგრამ ანუ მაინც 4 წელი სერიოზული ის არის, 4 წელი გადადო და წარმოიდგინე რომ არ გამართლებოდა, ეხლა ნუ რამდენიმე მილიონი გაყიდო აქ, მაგრამ რო არ გამართლებოდა, ხო, ნუ შემდეგზე გადავიდო. მაგრამ Minecraft-ი ყავს ნიკა. როგორ? Don't Starve. კი, Don't Starve-იც ათამაშები მაქვს და ესა, როცა გამოდა ეს Clay-ს ისენი რა ქვია. მომწონს კარგი სტუდიოა ეგ. ხო, აი Minecraft-ზე რო ამბობდი, Minecraft-ზე საერთოდ რაღაც ბეტაში როცა იყო, მაშინ გავიგე და მაშინ თამაშობდი რა. და ვაი ერთი კაცის გაკეთებული რა საინტერესოა მე. Agiles, რაღაც 15, რაღაც 14. Agiles მიყვებოდა ესა Notch თვითონ თავისივე ბლოგზე, კი, თავისივე ბლოგზე Long Live Agile ეწერა. ერთი კაცის გაკეთებულია? ხო, ერთი კაცის გაკეთებული. ახის არ ვიცოდი. კი, lightweight, დაჟე engine-იც არ ხმარია, lightweight Java game library ქვია, Luigi Lagut. რაღაც Mojang's არ არის? Mojang. მე ანუ ამ Notch-მა შეკრა ეს სტუდიო რა, რაღაც აპლიკაცია. ხო, დეველოპერები აიყვანა და მე განორცობინა რა, მაგრამ თავიდან საწყისი ხო ეს Notch-ის იყო. დაჟე TIG Source-ი არის რაღაცა ფორუმები, რომელზეც შევდიოდი. კი, Eclipse-იც. რაღაცა game developer-ების ფორუმი იყო, TIG Source-ი და მანდ ვინც იყო ხშირი ვიზიტორი, ხო, თითქმის ყველა რაღაც game dev success-ია რა, ეხლა Spelunky-ც მაგის ერთ-ერთი ადმინი იყო Spelunky-ს მაგის TIG Source-ზე, მანდ Celeste-ის ტიპებიც მანდ იყვნენ, ესა Brady-ის რაღაც დემოებიც მანდ ჩააგდო, იმან რა ქვია. რა იყო ეს? ხო, რა ვიცი, საინტერესო. და ეს Notch-იც TIG Source-ზე პირველი Minecraft-ის დემო, ხო, TIG Source-ზე ჩააგდო რა, Notch-მა და იქიდან ესა გაიგო. რამდენი გაიყიდა ბოლოს გახსოვს? Microsoft რაც $1 მილიარდად გაიყიდა მე მგონი Minecraft-ი როგორ 17 მილიარდი 17 არ მგონია 1.5 მილიარდი თვითონ ესა Mojang-ი გაიყიდა Microsoft-ზე Mojang-ის ხო ეგ არის Minecraft-ი გაიყიდა 17 მაგრამ ანუ რო დაუფიქრდე ხო რო დაუფიქრდე რაღაცა Microsoft-ი კი მაგრამ ანუ რაღაცა სიღრმისეულს ჩაწვდა რა ორივე Stardew Valley არის რომ ფერმაში მიდიხარ და რაღაცა იქ თოხნი და რაღაცა და Minecraft-ი არის რომ სრულად იმაში ხარ, ტყეში ხარ რაღაცა ჯუნგლებში და უნდა გადარჩე და უნდა გააკეთო რაღაცა და იქ თავისუფლება გაქვს რომ ააშენო. ანუ მე ალბათ მგონია რომ თანამედროვე სამყაროში ცხოვრებისგან რაღაცა დისფორია აქვს ადამიანს რომ რეალურ საქმეს არ ვაკეთებთ და უზივართ და კოდს წერთ მაგისმაგიროდან spreadsheet-ებს ვაბალანსებთ რაღაცა Excel-ში რა. და მაგიტომ გვაქვს ეს რაღაცა ბუნებრივის მოთხოვნილება და ეს აკეთებს იმის სიმულაციას რა და ერთგვარი დაკმაყოფილება ხდება ამ ჩვენი დისფორიის რა ამ ხრივ. მაგრამ რეალურად რატო ჩაწვდა ეს ხალხს სიღრმისეულად ხო? მე არ ვიცი. მე რატომ ჩაწვდა? მე ვიცი, მაგრამ სხვებისთვის რატო იყო ეს ისა? შეიძლება თვითონ იმდენად მოსწონდა ეს, რომ უბრალოდ შეიძლება ძალიან ნატურალური გზნობა არის ადამიანებისთვის. მაგრამ მაშინ უბრალოდ მაშინ რადგან ეს თამაშები არ იყო, მაშინ ეს არავინ არ იცოდა ნატურალური გზნობა იყო. ამ ტიპა უბრალოდ დაიჭირა თვითონ მოსწონდა გაყო ბოლომდე. პირველ რასაც ხალხს აჩვენა და იმდენად სავარაუდოდ იმდენად დადებითი ძალიან ედიქტივარი ის ხმა კარგი ანუ რა თან მარტო მთლიანი იდეა კი არა ანუ თვითონ მიკრო დეტალებიც კი იმდენად ედიქტივია რომ ალბათ ხო რა ანუ მე თავიდან ვერ ვიგებდი ხოლმე თუ თავიდან რა გამოვიდა რაც ჩემი მამიდაშვილები თამაშობდნენ ხოლმე რომ მოვიდოთ მე რას თამაშობთ ეს რა არის ხო ეს Minecraft-ზე საუბრობ ხო Minecraft-ზე და მე რომ დავჯექი რაღაცები გავაკეთე ანუ ძალიან ედიქტივი იყო რა კი ანუ ფაქტობრივად რაღაცა იმას გაძლევს ხედვას გაძლევს რაღაც პრეაგრიკულტურულ ადამიანის ცხოვრებაში და აი გრაფიკაც რა ეს კუბურია და კვადრატული და რაღაცა ხო მე მგონი იდეალური გადაწყვეტა იყო ეს იმიტომ რომ ანუ რეალისტური რო ყოფილიყო მექანიკებიც ისეთი იქნებოდა რომ უნდა აესახა რა ეს და ასე გამარტივებული არ იქნებოდა რომ ხეს ტეხავ და ჰაერში რო რჩება და რაღაცა და ანუ ასეთმა გადაჭრა მისცა საშუალება რომ ძალიან ბევრი რაღაცა ფიჩერი გადაედო გვერდზე და დროზე და შეეცნობილია. მაშინ ნიშური რაღაცა იყო რა და მისი Minecraft წერტილი net რაც იყო და The World of Notch ასეთი რაღაცა იყო. Tumblr-ზე ქონდა ბლოგი რა და მან მაგ ბლოგზე წავიკითხე მაშინ პატარა როცა ვიყავ Long Live Agile რა და მე Agile რა არის რაღაცა agility მაგრამ მე Agile-ში რომ მომიწია მუშაობა მე მივხვდი რა იყო რა. ოღონდ ეს იყო აი 2015 წელს და რაღაცა არა დაჟე უფრო ადრე 13 წელს. ხო და ნუ მაშინ ახალი იყო და ანუ ასეთ ფორმატს მიყვებოდა რომ ყოველ კვირა გამოუშვებდა updates რა და ეს თამაშებისთვის ძალიან ახალი რაღაც იყო მაგრამ ამას შეეძლო ეს რო ექნა იმიტომ რომ minecraft.net-ზე ქონდა ეს თავისი თამაშის ბილდი და პირდაპირ იქიდან იწერდი
და იქ PayPal-ით თუ რაღაცით იყო გადახდა რა. ანუ Steam-ზე მიბული არისო იმაზე ამაზე რა. ანუ ეს სრულიად წარმოუდგენელია რომ ასეთმა რაღაცამ გაამართლოს დღესდღეობით. ან მაშინაც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ უბრალოდ იმაზე მეტყველებს რამდენად მაგარი მექანიკები ქონდა. ხო და აი ხო ხედავ ძალიან კონტრასტულია. ერიკ ბარონი 4 წელი მუშაობდა ერთ პროექტზე და ესა ნოჩი ამ იმას Minecraft-ზე ყოველ კვირას იღებდა feedbacks თუ რაღაც ცვლილებები რაც შეიტანა, კარგი იყო თუ არა. და snapshot-ები ერქვა რა. ყოველ 2 კვირაში თუ 1 კვირაში ერთხელ უშვებდა ამ snapshots. და მე ჯერ alpha ვერსია იყო, მე beta ვერსია იყო, მე pre-release იყო. აი pre-release-ის მე უკვე წამოვიდა. ადონის მაგარი პროგრამისტი უნდა იყო, რომ ეს ყველა პროგრამისტი არ ვიცი ხა აი project manager-იც უნდა იყო. ხო, მაგას მარტო პროგრამისტი არა, ნუ ეს ყველაფერი მოახერხო community-სთან კომუნიკაცია. და მოიფიქრო ის რომ ეს ყოველკვირეული რელიზები და ეს დისციპლინა აწყო ისე რომ თან მაშინ ეს ახალი რაღაც იყო ხო თან ახლა მაშინ CI/CD და automation ისინი ხო არ იყო ალბათ მაგ deployment-საც ხელით აკეთებდა ყველაფერს გაამზადებდა მაგ snapshot-ს არ ვიცი file-ზილათი თვერთავდა ტიპი რა ხო მაგას ანუ FTP-ზე და Peter-ise და ის Jenkins-ი მაშინ არ იქნებოდა და ანუ ყველაფერს და თან მე როგორ ამ იმას მიყვე და იმეორო იტერაციულად ერთი და იგივე ამ დისციპლინით მიიღო ფიდბექი, იფიქრო ფიჩერებზე, რელიზზე, კომუნიტიზე, მილიარდიან users-ებს მოემსახურა. ანუ მილიარდი მაგ დროს არ ყავდა, მაგრამ ძალიან ხშირად ეს ბლოგის web archives რო ჩაუჯდე minecraft.net-ი რო გახსნა და დაბრუნდე 12-13 წელზე, ნახავ რომ ყოველ თვე ერთი 10,000-ით მინიმუმ იზრდებოდა რა მოთამაშეების და ანუ ეს სიგიჟეა იმასში უბრალოდ საიტზე შემოდიოდა ხალხი და ყიდულობდა რა Minecraft-ს ხო და ნუ ეხლა ვერც წარმოვიდგენია რომ სადაც საით ზონა შევიდე რომ რაღაც თამაში ვიყიდო Tarkov ვიყიდე ეგრე Escape from Tarkov იმათთან თვითონ ის იყო რა მეთქი რა რატო არ არის Steam-ზე ხო ნუ დღესდღეობით Steam-ი გაძლევს მაგას და ძალიან კარგი რაღაცა აქვს ამ Steam-ს რომ ანუ თვითონ დამეჩავს როგორი თამაშიც არის იმსეთი პლეიერებს იპოვის და იმას დამეჩავს და ანუ ალბათ ყველაზე კარგად დამენეჯებული ის არის რა ქვია ონლაინ პლატფორმა რაც კი მინახავს საერთოდ შედარებაც კი არა დამენეჯებული დიდი ხანი ხო არსებობს იდეაში კი ძალიან დიდი ხანი არსებობს ყველაზე მაგარი პლატფორმა რაც კი იმიტომ და თვითონაც ანუ აი როგორ მუშაობს რა Steam-ი ცდილობს რომ შენი თამაში გაყიდოს რაც შეიძლება მეტად იმიტომ რომ 30% ღებულობს შენი თამაშის სეილებიდან რა სხვათა შორის რო გაყიდი თქვა მე მგონი 20 მილიონზე მეტს თუ რაღაც 20 მილიონზე მეტ დოლარს თუ გააკეთებ შენი თამაში მე 30% აღარ არის 25%-ია და 50 მილიონის მე 20%-ია თუ რაღაცა რა ნუ მაინც რაღაც შეღავთი არ მაგრამ 30% კი არა 90-იც რო კონდეთ მე მაინც თანხმო ვიქნებოდი უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან კარგად შეუძლია დამეჩვა მოთამაშეების რა და იმ ნიშების პოვნა რომლებიც აი არის რაღაცა ნიშა დაახლოებით თქვა 10,000 მოთამაშე არის სამყაროში ვინც მზად არის რომ $5 გადაიხადოს რაღაცა მანგას თამაშისთვის სადაც ხარ თქვა გოგო და რაღაცა ელაპარაკები ჰაისკულერებს რა აი ასეთი კონკრეტული ძალიან ანუ იგინი მიზნება რა კი მაგრამ არის ხალხი ვინც მზად არის რომ ფული გადაიხადოს რა და არის ხალხი ვისაც უნდა რომ აკეთოს ასეთი თამაშები რა ამას გააკეთებენ და აგერ არის ეს user base-ი და ეხლა 10,000 კმაყოფილი კლიენტი არის და რაღაცა 10 სხვადასხვა დეველოპერი ვინც ეხლა ამაზე საზრდოობს რა და Steam-ის გარეშე ხო ამათი დამეჩვა ძართული იქნებოდა რა და ასე ჭკვიანურად იპოვა ეს ნიშები რა Steam-მა და მეჩავს წამდაუწო სხვა ანუ მარტო ეგ კი არა ის ზოგს ბიზნესი აქვს აწყობილი კაცო ანუ ფულ შეულობს მაგიტი რა შეულობს ზოგს რა ძალიან ბევრი კი როგორ ანუ რაღაც სკინების ტრეიდინგი და ისინი რა მაგებმა რეალურად გააფრჩემია მარკეტი ინვენტორიანი ისეთი ისე აქვს რა მარტო თამაშის გაიდო მთელი ეკოსისტემა აქვს იდეალურად აწყობილი აი არ ვიცი ან ძალიან მაგალითად ამ ბოლო დროს მე ვეძებ ხა ჩემი უფროსი შვილი არის 4 წლის და იმ დღეს Steam Deck-ი გამომართვა და მათამაშეო ხო და დავფიქრე რა უნდა ვათამაშო და დავიწყე Steam-ს რა თქმა უნდა ყოველდღიურად ვიყენებ და დავიწყე Google-ა რომ ანუ Reddit-ზე ვეძებდი რას მისჩოთ 3-4 წლის ბავშვისთვის პირველ თამაშს რა და ხო Crash რთულია Crash ვათამაშე და მეორე ლეველზე უკვე ისეთი მექანიკები იყო უკვე მივხვდი რომ ვაწვალე მეთქი გახვალ მეთქი მიდი ჯამპებით ახლა ნახე რა სადუჭრცი რაღაცები რო რეაქციაზეა დამოკიდებული აი უცბად რომ უნდა გამოიწიო და მე გაიწიო რა ეგეთ რაღაცებზე ცოტა უჭირდა აი ჯამპები და ამუღამა იქ velocity რა ხელადონეზე მიეჭირა ეგენი ნუ რეფლექსურად მიხვდა მაგრამ მაინც Crash-ი
რთული იყო რა. ხო და რატომ მოყვები ამას. რო დავიწყე ასეთი თამაშის ძებნა, Steam-ზეც დავსერჩე. ხო, ერთი დღის მერე, თვითონ Steam-მა, შეიძლება თქვია, იდეალურად აღარ დამჭირდა დასერჩო, ისე თამაშებს თავაზობდა თვითონ. მიხვდა რა მინდოდა რა, რომ მაპოვნინა ყველაფერი თამაში wishlist-მა გავსებული ხო, უბრალოდ უნდა ვიყიდო, გავატესტინო. თან ის რა $2 ღირს ეს ინდი თამაშებია და ძალიან მაგარია. რა მაგრამ მუშაობს ეს ეკონომიკა, რომ $2 ღირს რაღაცა თამაში რა და შენ მარტო $2 იხდი და კმაყოფილი ხარ და ის game developer wins ეს შექმნა ხო? მარტო შენ $2 კი არ იღებს, კიდე 10,000 ადამიანის $2 იღებს. და თქვა ორი კაცი არიან, არტისტი და პროგრამისტი რა. და ტიპებმა ორ თვეში გააკეთეს $10,000 და ამაზე შეუძლიათ რომ ისაზრდონ რა. და აი ყველა კმაყოფილია ამ ტრანზაქციით რა და აი Steam-ს აქვს ეს ძალიან კარგად რა მოფიქრებული და საერთოდ შედარება არ არის და მაგიტომ შემიძლია ნდობა, სანამ გეიბენი სანამ ცოცხალია ხო? მანამდე ვიცი რომ 100% თვალდახუჭულს თან კერძო კომპანიაა. აქციები არ აქვს, IPO არ აქვს გაკეთებული. თვითონ გეიბის ის მაქვს გეიბის რაც არის ინტერვიუები და თოქები ყველაფერი ნანახი მაქვს რა აბსოლუტურად რა და ყოველ ჯერზე იქ ახსენებს რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი კლიენტის კმაყოფილებაო და როდესაც ყავსო ისინი აქციონერები რომლებიც შენებს თოქებს ეთამაშებიან და რაღაცა ხო იმათი დაკმაყოფილებაც გიწევს და კლიენტებისაც რა და ხშირად არ არის თანხმობაშიო რა ამიტომ კერძო იქნებაო ეს კომპანიაო რა და გეიბს ეკუთვნის მე მგონი რაღაცა 95% რაღაცა არ ვიცი ზუსტად მაგრამ უმრავლესობა მაგიტომ ვენდობი რა მე Steam-ს რომ ვიცი რა მაინტერესებს შევუძლიათ ეგ მაგაში მოყვები ყველაფერს სანამ ენჯინზე გადავთ ენჯინზე გადავდივართ ისა 1 საათი ამაზე ეს ახლა ამჯერად გადავიდეთ თემები არის ისეთი თემებსაც უბრალოდ არ არსებობს მე მეკითხავს ვერ დავსკიპავ იცი რატო ვერ არა უბრალოდ იმდენად იშვიათად საუბრობთ ხოლმე ზოგადად ჯერ ხო ჩვენ სფეროში ხო იშვიათად იპოვე ადამიანს რომ ჩაყვეს იღმეში არ ვიცი რატო ხდება ეგრე მაგრამ ეგრეა რა რიცხვი ადამიანების ცოტა და მაგიტო არ არის ეგრე ყოველ სულ დეველოპერებთან მაქვს შეხება მაგრამ ცოტა არის ეს დეველოპერი ვინც დაგიჯდება და ამ თემებზე ენთუზიაზმით დამელაპარაკება მაგალითად ხარ როგორ შენ გველაპარაკები ჩვენ ვერ დაელაპარაკები ყველას ზოგისთვის დეველოპმენტი არის enterprise development-ი 10-7-მდე საქმე მაგაში ხაფასია ხო და მაგიტომ მე რომ მაქვს საშუალება რომ ამაზე ვილაპარაკო კითხვებს ვერ უმაზავ ამიტომაც მაპატიებს მაყურებელი ეხა აი ეს რო ყიდულობ წერან თქვი რომ $10,000 იშოვეს ამათმა საზრდოობენო რა Steam-ზე რო თამაშს აკეთებ კლასიკურად ხო ესეა რომ შენ თამაშს ფასს ადებ მე ვერ გაბედავ შენ რომ იქ in-game purchase-ები გქონდეს სახიფათოა ამიტომ ეგ შემოსავალი რა მუდმივი რაღაც პონჩი ხო არ არის თუ მაგალითად შენ სულ არ არეკლამებ ამ შენ თამაშს და სულ ცდილობ ახალი ხალხის მოყვანას რა ეს სადღაც ის გრაფა სადღაც ხო შენ უმეტესწილად ასე არის ხოლმე რომ დაიწყება როცა გამოუშვებ ბევრი სეილი და მე მოდის და მე აქ ასე ქვია fat tail ქვია მაგამ სკელი კუდი რავი ნელ-ნელა ცოტა ხალხი თითქმის ყოველთვის მეტნაკლებად ყიდულობს რა იმიტომ რომ sustained ინტერესი აქვს მე sales-ზე რო გავუშვებ ხო ავარდება და მე ისევ სკელი კუდია sale-ი არის მაგ შემთხვევაში რაღაც პონჩი გამოუშვებ და ყველას ვისაც აქვს თამაში ან wish list-ში ვისაც აქვს ეგზავნებათ მეილი და შეგიძლია ასე გააგრძელოთ ყველა ფულს ვერ იშოვე რომ უნდა იმუშაო დრო და ხარჯო თუ ვინდა რომ sales-ზე რო გავუშვებ ეგეც კარგი ბამპია და რაღაც მაგრამ Steam-ი გიკეთებს ამას Steam-ი წამდაუწუნ ცდილობს რომ თავის front page-ზე Steam-ს ფულის კეთება უნდა რა და ამას პირდაპირ გეუბნება რა და შენი თამაში თუ უფრო მეტად გაიყიდება ვიდრე ვიღაცა სხვის უნდა რომ აჩვენოს ადამიანებს რა და თუ შენი თამაში მართლა იყიდება ხო იმას ჩამოიღებს და შენ თამაშს აჩვენებს რომ მაქსიმალურად კი ყოველ წამს ცდილობს ოპტიმიზაციას რომ რა მაქსიმალური ხო რაღაცა რაოდენობის ბანერია რა front page-ზე და იქ უნდა რომ ისეთი თამაშები დასვას რომელიც ყველაზე მეტად დაიკლიკება და რომელიც ყველაზე მეტად გაიყიდება რა და მაგიტომ აი ასე ერთმანეთს ხელი-ხელს ბანს რა და შესაბამისად Steam-ი ყოველთვის ცდილობს შენი თამაში თუ გაყიდვადია და ინტერესი თუ აქვს ხალხი თუ მუდამ ისევ თამაშობს უფრო მეტ ადამიანს უჩვენებს რა შენ თამაშს რომ კიდე იყიდონ იმიტომ კი არა რომ რაღაცა კეთილია და რაღაც ფულის კეთება უნდა იმას და ის 30% ეგ არის გასახადი რა და ორივეს მიზანი ერთია და ხო და მაგიტომ ეს შემოსავალი მეტნაკლებად
გრძელვადიანი არის ხოლმე. ხო და არის ტაქტიკები, სადაც შეგიძლია დაბამპო. ხო, დაჟე რას გეტყვი, უყურე, პირველი თამაშის წელს რაც გამოუშვი, ხო? მაგას დღესაც აქვს სეილები. დღეში 1-2 ადამიანი ისევ ყიდულობს რა. არა და ანუ ეს რაღაცა რაოდენობის სეილები ხო ბამფი იყო და მაგის მერე, 10 სეილი იყო კვირაში, მერე რაღაცა 5 სეილი იყო დღეში 10 იყო, მერე 5 რაღაცა. გიცდია სეილის გაკეთება? კი, გავაკეთე სეილი და მაგან მისცა მეორის სასუნთქვა ასე ვთქვათ და ეს არის. ეხლა ანუ დღეში 1 სეილია და ასე გაგრძელებულა, Steam-ით თავაზობს, როდის გააკეთოს სეილი, თვითონ ხო იცის ყველაზე მეტად სეილები როდის მუშაობს. კი, და მაგიტომ გეუბნება, რომ უმჯობესია, რომ ასეთ დროს გააკეთო. Steam-ს უნდა რომ შენ მეტი ფული გააკეთო, იმიტომ რომ შენი ფულის კეთება თვითონ უკეთებს. ახლა რომ სეილები არის 2 კვირით მაგაზე გაქვს სეილი? არა, ეხლა არ მაქვს გაკეთებული სეილი, მაგრამ ეს არის რა ქვია, თვითონ dashboard-დან გეუბნება Steam-ი, რომ იდეალური იქნება ამ დროს სეილი გააკეთო ან ამ დროს და რაღაცად, იმიტომ რომ სხვა თამაშების promotion-ში თან ჩაერთვები და ბევრი გზა აქვს რა, Steam Next Fest-ი არის კიდე რაღაცა და სხვადასხვა ტიპის, აი თქვა horror თამაშების expo-სავით რაღაცა აქვს, რომ Steam-ი ცდილობს, რომ რაც შეიძლება ისეთი თამაში, რომელიც ასე ვთქვათ, დამალული hidden gem-ია რა, რომ გამოაჩინოს რა, რომ მოთამაშეებმა ითამაშონ. Among Us-ის ნაირი რაღაცები თუ იმალება, Among Us ხო ასე იყო, რომ მიტოვებული იყო ეს თამაში საერთოდ არაფერი ხდებოდა. კორონა დროს რო დაიბო. წლების წინ გამოვიდა რა, კორონამდე. არა, Among Us-ი გამოვიდა წლების წინ კორონამდე და უბრალოდ მიტოვებული იყო და 1-2 სტრიმერმა აღმოაჩინა პროსტა რა და ბუმ დაიწყო აფეთქება და აღმოჩნდა რომ კაი თამაში რო იყო, მაგიტომ მოხდა ეს ბუმი რა. კაი თამაში რო არ ყოფილიყო, არავინ არ ითამაშებდა რა. მაგრამ Steam-ს უნდა რომ აი ეგეთი რაღაცა დამალული სადაც არის, ხო, ეგენი იპოვოს და აი ყველანაირად ფხიკავს და ცდილობს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თვითონაც გააკეთებენ ფულს, თავიანთი game developer-ებიც გააკეთებენ ფულს და game developers მოუნდება რომ ისევ Steam-ზე განათავსოს შემდეგი გაითამაშოს. და ხო, ანუ Valve იმდენად მაგარი კომპანიაა, რომ კი არ უყურებს შემდეგ კვარტალს, რომ ფული გავაკეთოთ, უყურებს შემდეგ 25 წელს, რომ ფული გავაკეთოთ რა. და მაგიტომ არ არის IPO-ზე გასული ეს კომპანია კлау რა. ტოპია. თან კაია. ახლა engine-ები ხო? Unity არ გიყვარს, როგორც მახსოვს. რატომ არ გიყვარს? ანუ ჩემ შემთხვევაში იცი რა არის იმის გარდა რომ რაღაცა უღალატე თავიანთ user-ებს, ანუ აი კიდე დაიმატა. შაშარო მოხდა ხო? კი, რაღაცა შტრეხი გააკეთეს ასეთი. მე ხო და rollback ესე იგი. ხო, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ არ გავუვიდათ რა. Godot-ზე გადადიოდა ყველა. კი. ანუ ასეთი რაღაცა მოხდა რა, ვინც არ იცის. Unity, game developer-ების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული engine-ია, ყველაზე პოპულარული და კარგი engine-იც არის, რეალურად კარგი engine-ია რა. და შაშან ასეთი რაღაც გააკეთეს, რომ აწი ყოველ ჯერზე ჩვენი პლატფორმით გააკეთებულ თამაშს ვინმე რო ჩამოიწერს, რაღაცა ცენტები უნდა გამოგვირიცხო და უფრო გაართულეს რაღაც deployment-ი, იმით რომ საწყისი ფასიც რაღაც უნდა გადაგეხადან, ну მოკლედ, ცდილობენ რომ უფრო მეტი გამოწორონ თავიანთ მომხმარებლებს ფული რა. და developers. ხო, და ამის მერე მე მდობა ვერ მექნებო ერთ-ერთი ისეთი engine-ის, რომელიც არის closed source რა. იმიტომ რომ მე თუ მინდა რომ ავაწყო ჩემი მთლიანი ეს რა ქვია, ბიზნესი ამაზე, უცბად რომ engine-მა გადაწყვიტოს რომ იცი რა ჩვენ დავიხურეთ ან რომ გაკოტრდეს საერთოდ არა გაკოტრებას თავიდან მე ვშოულობ რაღაცა n თანხას სისტემატიურად შემომდის და უცბად რომ მაგას მეუნები და მაგანიოს მეუნები ანუ წურო მაგრამ როცა გადავწყვიტე რომ შენი engine-ი გამომეყენებია მაშინ ეგ decision-ი არ გქონდა მიღებული ხო, ანუ მანამდე მივიღე ეს. მანამდე მივიღე რომ გამომეყენებინა, მაგრამ შენ უცბად მე შუაგზაში მეუნები რომ კი. და ეს შეუძლია terms and conditions-ში უწერიათ რომ ეს შეგვიძლია ვქნათო რა. იცხოვენ მაინც თავს. და ანუ მსგავსი რაღაცების გამო ხო მე ვერ ვენდობი closed source engine-ებს, რომელზეც მე არ შემიძლია რომ ჩამოვიწერო, მე თვითონ დავბილდო და ჩემ კომპიუტერზე მეწეროს რა. და ანუ ეს უბრალოდ ჩემი პერსონალური პრეფერენცია არის, მაგრამ ბევრი სხვა ხო ნუ ბევრი სხვა მიზეზია, რატომაც მირჩევნია open source engine-ი, რომ აი მაგალითად embedded-ში როცა მუშაობდი, ხო? ეს Love 2D ავიღე. ამოვიღე ფიზიკის ძრავი იქიდან, ნუ დაკომპილირება შეგიძლია C++-ის პროექტია. ფიზიკის ძრავი ამოვიღე, საუნდები ამოვიღე ისა და გავაწყე ინტერფეისი Lua-ში რაღაცა embedded device-ისთვის რა. ბუმ, ძალიან მარტივად რა. ასეთი რაღაცის გაკეთება, ხო? Unity-ში მოდი ვიტყვი არ შეგიძლია. Source-ზე წვდომა კი გაქვს, თუ ფულს გადაიხდი რა. და თქვა გადაიხადე ფული. ოკეი. და ეხლა გაქვს 300, ანუ რავი, 2 მილიონი ხაზი კოდი გაქვს რა. და ის უნდა მიდი ჩაუჯდე და გაარჩიო. და თან build სისტემაც ხო გიგანტური ექნება მაგას რა. და ანუ კაი თქვა და ჩაუჯექი და ვსწავლობ რა, როგორი ის არის, რომ შევცვალო რაღაცები ამ engine-ში. ერთ-ორ წელიწადში რომ დავისწავლი ამ მთლიან სისტემას
ახალი ვერსიაა გამოსული Unity-ი, OS-ები შეცვლილია და ანუ არ არის პრაქტიკული ჩემთვის რა. აი კი ხელა სოფტვეარი იქნება, იმის სწავლა ჯერ ანუ. კი, იმიტომ რომ ყველაფერზე არის, ანუ Unity-ის მიზანია, რომ აბსოლუტურად ყველა დეველოპერმა შეძლოს, რომ ყველა პლატფორმაზე ნებისმიერ ტიპის თამაში გააკეთოს. და მე რასაც ვაკეთებ ჩემი დეველოპმენტის დროს არის, რომ მხოლოდ მე, ჩემზე იყოს მორგებული და ჩემ გუნდზე და გავუშვათ მხოლოდ ერთ device-ი ამას. Unreal-ი როგორია მაგამ ბავშვი? ხო, Unreal-საც ანუ მსგავსი ფუნდამენტური პრობლემები აქვს, ანუ რაღაცა შტრიხი მსგავსი არ უქნია რა, რომ აწიფული უნდა მოგცეთ ყოველჯერ რომ ჩაიწერს მოთამაშე თამაშსო, მაგრამ Unreal-საც იგივე ეს არის, რომ ანუ დიდია ძალიან და ანუ შიგნით რომ შემეძლოს რომ ჩავიხედო, არ ვიცი რა შევხედო და ძალიან დიდი რო არის, არ ვიცი საიდან დავიწყო ამის შეცვლა და გამოსწორება. აი love to-დი მაგალითად, ან თუნდაც SDL-ს თუ აკეთებ და შენივე პატარა ენჯინი რო გაქვს რა, ანუ 100,000 ხაზ კოდზე მეტი ვერ გექნება და 100,000 ხაზ კოდიანი სისტემა შეიძლება ცხოვრობდეს ერთი დეველოპერის ტვინში რა, უპრობლემოდ. და ანუ თქვენს ტვინებშიც შეიძლება ვერ ხვდებოდე ამას, მაგრამ უკვე არის მსგავსი ბევრი პროექტი. მაგრამ 2 მილიონ ხაზ კოდიანი პროექტი გამორიცხე რა. და ეს love to-დიც არ არის ძალიან დიდი, რაღაც 50,000 ხაზი კოდია თუ რაღაცა რა. და ზუსტად გოხდათ ესა დალაგებული აქ ისა და ეს და ანუ მარტივად შევედი, რაღაცა თუ არ ვიცი როგორ მუშაობს, ბუმ ხსნი და იქ ვნახავ და ანუ ესა დოკუმენტაციაც სადაც ეს არის warehouse-ებს იქ წაიგითხავ თვითონ კოდს რა. ზოგადად ეგეთი პატარა open source რაღაცეები ძალიან ძლიერი ხელსაწყოებია. მაგალითად ზუსტად ეგეთი არის Rail-ები. ანუ ვიღაც ერთი ტიპის გაკეთებული, რომელიც 25 წელია თუ რაღაც ამას აკეთებს და ტიპს აქვს mindset-ი, simplicity და ანუ ყველაფერს აკეთებს სპეციალურად აი მარტივად, ზედმეტი არაფერი, მაგრამ ნებისმიერ დროს შენი ანუ იმ დღეს რაღაცაზე დამჭირდა, მაინტერესებდა ანუ Swift-ით გვინდოდა რაღაც Windows-ზე რაღაცის დარენდერება. და ვიღაცები წავიდნენ, აბა ეხა Swift-ი როგორ დაუბაინდინგოთ, იმას რა ქვია, WinApp-ის და როგორ დავხატოთ რაღაცა UI-ზე ინტერფეისი და უცბად მე რადგან ვიცოდი რომ ესეთი რაღაც არსებობდა Rail-ები, წავედი Rail-ები მოვძებნე, Rail-ები ჩაულობ ნებისმიერ cross-platform რაღაცა შეიძლება რაღაც დაარენდერო Windows გამოიტანო. მე ვნახე ვიღაცა Swift-ის ფანაც აქვს გაკეთებული sys interoperability-ით, ის რა ქვია, Rail-ების binding-ი. ანუ sys-ების აქვს ჩაგდებული Swift-ში და Swift-ро build-და Rail-ებიც იბილდება და ხო, Rail-ებს ძალიან მარტივი build სისტემაა. ერთი make-file-ით ერთი make-file-ით იბილდება ყველაფერი. და ჩაულებრივად და გამოვიდა რომ ეს ბიბლიოთეკა რასწიც არის სიმარტივის გამო და ნებისმიერ ენაზე სულ რო არ იცოდეს C შეგიძლია ნებისმიერ ენაზე ბაინდინგები გაქვს და ყველაფერს გააკეთებ რა უბრალოდ რაღაცის დაგუგლო თუ გინდა C-ში უნდა წაიკითხო იმიტომ შენ ენა შეიძლება იქ არ იყოს ეგ solution-ი მაგრამ ნუ შენ თუ შენი ენა იცი ჩაულებრივად მოარგებ აი ეს სიმარტივეს მაგიტომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ნებისმიერ soft-ში რა რომ ანუ მარტივი ხდება რომ წაიკითხო რაღაცა შეცვალო და თან შენ ტვინში რო იყოს რაღაცების ცვლილება მანდაც თან რო გახსოვდეს ახალი დეველოპერი რომ მოვა იმისთვისაც მარტივი ასათვისებელია ეს რაც გაქვს და ანუ აი აი თემას გადავდივართ მაგ თემაზე მე წერა რო ვერ გავიხსენე აი ეგ თემაზე მივდივართ ახლა აი სიმარტივე რო ახსენე Unity მაგალითად ჩემთვის მე არ ვარ ახლა პროფესიონალი და მაგის ვწოდე მაგრამ ჩემთვის ზიგითი ინჟინერისთვის Unity რატო არ არის მომხიბლული აი რატო ყოველთვის ხო იცი ეს ფრუსტრაცია რაღაცის სწავლა რო გინდა მაგრამ აი რო გახსნი რაღაცას და ვაიმე ანუ ჯერ ხო უზარმაზ ან ჯერ რაღაცებს მართლა ამარტივებს იცი რა არის ბევრ რაღაცას მართლა ამარტივებს და მართლა ძალიან გამოსადეგია პროსტა Unity-საც უნდა შეხედო რომ ანუ მათი მიზანია რომ შენ მათ ლიცენზიას მოაწერო ხელი ან რომ ფული გადაუხადო რა და შენ რო პროექტის კეთებას იწყებ მაშინ აკეთებ ამას რა პროექტს რო დაამთავრებ და გამოუშვებ მაშინ ეს არ ხდება ხო ანუ Unity ყოველთვის პრიორიტიზაციას უკეთებს ისეთ ფიჩერებს რომელიც არის რაღაცა ჭყვიალებს და ახალ დეველოპერებს ვინც მოიყვანს რა და ანუ Unity ოპტიმიზირებულია აი თამაშის პირველ 80% რო გააკეთოთ. აი ბოლო 20% რთული ხდება, იმიტომ რომ ძალიან კონკრეტული რაღაცები გჭირდება. არ ვამბობ რომ ვერ კეთდება, ანუ Hearthstone-ი რაზეც ვთქვით, ანუ Unity-ში აწყობილი ძალიან ბევრი თამაში. Unity-ში უამრავი თამაში აწყობილი. უბრალოდ მე ვამბობ იმას, რომ მე ჩემი პრეფერენსი ეგეთია, რომ მე როცა ჩემი დრო უნდა გადავწყვიტო რა ვისწავლო. ანუ Unity არ არის ჩემთვის ოპტიმალური, იმიტომ რომ Unity-ში იმდენი რაღაც სწავლა მომიწევს
და რაღაცები შეიძლება არ მჭირდება უბრალოდ რა. ანუ ჩემთვის რაღაცა მე რო იდეა მაქვს, რა ვიცი, ეს ვატარო მარცხნივ მარშრუტი ქულას გადაიაროს და რაღაცა ციფრი მომემატოს, რა ვიცი. მაგისთვის არ უნდა დამჭირდეს, ანუ ბევრი რაღაცის სწავლა რა. მარტივ ჭირდება ავიღე. მე მგონია რომ მაინც ხო, ანუ უფრო იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შენია game development-ი რა, იმიტომ რომ რაც მამამ თქვა ხო, ზუსტად ის აღსანიშნავია, რომ რაღაცებს ამარტივებს მართლა. თუნდაც ეგ ის რაღაც დიდი უბედურება რო იხსნო პირობითად, ბევრი რაღაცა თუნდაც ის რაღაც მოდელების და ობიექტების განაწილება და ეგეთი რაღაცები ძალიან მარტივად ხდება, ხო? ანუ ახალი ასეთების და ხო და პრეფერენსიც ეგაა, რომ ზუსტად არიან ადამიანები, რომელსაც ეგ ყველაფერი მაგათ ურჩევნიათ კოდით. ხო და მე მაგალითად როგორც ვებილაპარაკე, ბევრი გეიმინგი ძალიან ჩემშია, როგორც შენში და ალბათ ყველაში რა, მაგრამ აი მაინც ვერ აუღე იმას რა, ამ game developments ის რა ან ალღო ან განა იმიტომ რომ გეიმინგი არ მომწონს და რაღაცა ძალიან მომწონს, მაგრამ უბრალოდ არ არის და სხვადასხვა რაღაცა გეიმინგი სხვა რამე თამაშის კეთება სხვა კი, აი აბსოლუტურად მე თამაშის კეთებაზე მეტად game programming უფრო მიზიდავს, ანუ low level programming. სხვა პრობლემებია, სხვა ჩელენჯებია და აი ეგ მომწონს რა. ეხლა მაგალითად Unity-ისთვის ყველაზე დიდი მინუს არის C#. განა C# ვერ სჭირამეს. ანუ რაღაც C# კი არ ვერ სჭირამეს. C# ძალიან ჩემი პირველი ენა იყო, რომელზეც პირველ ხელფასი გადამიხადეს, ანუ ძალიან მიყვარს. მაგრამ C# რა, C# რა. ბევრი ის აქვს რა, მარტივი არ არის. ანუ ჯერ ერთი მაიძულებს რომ OOP-ზე ვწერო. ეგ ჩემთვის პირველი მინუსია, ანუ OOP-ს სადაც მტენი უკვე ჩემთვის მინუსია. ხა მაღაზიაზე მინდოდა გადასვლა წერან ზუსტად რა. OOP რატოა ცუდი და რატო არის იმინა ყველაზე აი მაგას ავხსნი რატო game developer-ში მე ვიტყვი თავისი გამოყენებადობა ძალიან მომხვდა ეს მე ამასთან ვარ OOP არის ცუდი და მაგას გეტყვი რატოა ცუდი და რატო უშლის ხელს ზოგადად თანამედროვე development-ს პირველ რიგში ალბათ OOP იმიტოა მე გავიჩნდი ხა სტუმარი პირველ რიგში OOP ცუდი იმიტომ რომ როცა OOP შეიქმნა საერთოდ სხვა რამის გამო შეიქმნა ხო Alan Kane რო Alan Kane вообще სხვა რამე პირველი OOP-ის იდეები იყო იდეალური ეხლა რო შენ მიდიხარ და ეგენიც არ იყო იდეალური რეალურად ჩემი აზრით მაგრამ ამასთან შედარებით ის კეთებაში მეშლება ის იდეას ემსახურებოდა მაგალითად ანუ ხო შენ ვერ დაუძახებ ხა მაგალითად შენ რო სტეიტი გაქვს შეარდი მაგას შენ ვერ დაუძახებ OOP-ს იმიტომ რომ Alan Kane გითხარ ის გაქნანახი Alan Kane-ს რო ის წერს სტუდენტი რო წერს მადლობა რომ ეს ფიჩერები გააკეთე ამაში მადლობა ისო და არ გაქნანახი მე დაგუგლე რა შეიძლება ეს Alan Kane student email შეიძლება დაგუგლო და ანუ ვიღაცა სტუდენტი წერს Alan Kane-ს რომ თქვენი ნამუშევრით ახტოვანებული ვარო ვიყენებ ამას პოლიმორფიზმი იყო რაღაც ლაპარაკი და მადლობა რა და Alan Kane-ს პასუხი არის რომ კი ბატონო დიდი მადლობა ეს სიტყვებისთვის მაგრამ მე სულ სხვა რამე მქონდა ფანდაგულისხმე და თქვენ სულ სხვა რამებს იყენებთ რა ოკეი ეგ მსმენია მაგრამ ესა რაღაც ესეთი სტუდენტის იმეილი რო იყო ხო რაღაც სტუდენტი იყო რა და კი ამას ეთანხმები იმაში რომ თქვა OOP ცუდია და არ გამოიყენება ასე შემდეგ საერთოდ კი არ არის ანუ ცუდია ეხა ისე არ უნდა აი საერთოდ მიყვარს იმისი რომ Unity-ც და ზოგადად ეგ ეკოსისტემაც არ მოგეწონა რა ანუ პირდაპირ პროპორციულია ეგორი წინადება ერთგვარი ნახე რა არის ვიდეო თამაშებში კაკრას OOP მაინც და მაინც ცუდი არ არის თუ ანუ აბსოლუტურად ოპტიმიზაციას ან იმას არ ვფიქრობ მეც ობიექტზე ორიენტირებას ვიყენებ ჩემ თამაშებში ოღონდ ანუ სრულიად ყველაფერი კლასიკი არ არის პატარა რაღაცა 40 ხაზიანი მოდული მაქვს ლუაში რომელიც prototipal inheritance რაც ლუას აქვს ნუ თლად პროტოტიპულიც არ არის რაღაცა მეტა თეიბლებით არის კლასებზე გადმოაქვს და inheritance-ი როგორც მე მინდა ისეთი მაქვს და გამოყენებაც თავისი აქვს რა თქმა უნდა მაგრამ ანუ ეს არის პრობლემა იმაშია რომ აი პროგრამირების სწავლას რო იწყებს ადამიანი OOP-ით რა და გონია OOP გონია რა პროგრამირება ხო ხტები ჩვენ არ დაგვიწყია ნუ მე არ დამიწყია OOP-ს მაგრამ მე რომ ნახე OOP ბევრი პლუსი ნახე OOP-ს და ხო მაგრამ OOP-ს აქ ერთი ცუდი თვისება ძალიან პროგრამ ერთი ცუდი თვისება კაკ თვისებებთან ერთად კაკ თვისება რა თქმა უნდა აქვს საშუალო საიზის პროგრამას საშუალო კარგად არქიტექტურაზე ამ პრობლემებს შემთხვევაში back-end ტიპები, რომლებიც მაგალითად ASP-ზე სიტყვაზე წერს, შეიძლება მაგას ვერ მიხვდე. ვერ მიხვდები, იმიტომ რომ შენ გაქვს დალაგებული, იმიტომ რომ შენ გაქვს დალაგებული
ბილიონერი კომპანიებისგან ისეთ ტექნოლოგიებს იყენებ, რომლებიც ანუ ისე გაქვს მოწყობილი გარემო, workstation-ი, ისეთ რაღაცებს პრობლემებს ეხება, რომ შეიძლება ამ პრობლემებს ვერ მიწვდები. როგორც კი ცოტა უფრო სხვანაირ software-ის დაწერას დაიწყებ, აი მაგალითად ავიღოთ მობილურ აპლიკაციებში. მობილურ აპლიკაციებში OOP-ზე წერი არის სრული მარაზმი. აი მაგალითად inheritance-ი ჩემი აზრით არის ყველაზე ანუ მე მგონი პლატფორმას მაინც და მაინც არ გააჩნია და აი პრობლემას გააჩნია გადაჭრით მაინც არ პრობლემას გააჩნია რა პრობლემას გააჩნია აი რატო აი inheritance ცუდი ანუ აი რისთვის იყენებ გააჩნია შენ თუ რაღაცა ბალანს დაიჭერ და simplicity წერას თქვით ანუ იმ სიმარტივესში არც ძალიან იქით გადახვალ და მართლა გეჭირება საზომი სად გაჩერდე მაშინ ხო, მაგრამ თუ იტყვი რომ რადგან მე inheritance შემილია ეს ნიშნავს რომ რა ვიცი spoons უნდა შეეძლოს ყველაფერი ან მანდ უკვე ძალიან დახეულია. ნუ აი უყურე რა არის რაღაცა ანალოგია არის. OOP-ს თუ ლანძღავ ავტომატურად ნიშნავს რომ solid-ს ლანძღავ. ხო, ანუ ეგება solid-საც ლანძღავს. solid-საც ლანძღავს. უკვე არ არის solid-საც ლანძღავ. იმიტომ პირველ რიგში solid-ს იმიტომ ლანძღავ, რომ solid-ი დღეს აი ყველა ინტერვიუზე solid პრინციპები მითხარი და ბიჭო ამ ხალხმა დაიზეპირა ეს solid პრინციპები და ყველა მზეპირებს არავინ არ არის პრობლემა გაქვს იმაზე რომ თქვა ვიღაცამ არ იცის და რაღაცა საკმარისია რომ გააზრებულად მოისმინო ის და რა რისთვის გამოიყენება და რა სიტუაციებში და კონკრეტულ solution-ი მე არ ვამბობ რომ OOP არ უნდა გამოიყენო და ცუდია მე ვამბობ რომ OOP-ს აქვს ისეთი ბევრი ისეთი ცუდი თვისება ანუ OOP-ის გალანძღვა არ არის ჩემი მიზანი და მაგის გაშავება რა უბრალოდ იმას ვამბობ რომ OOP-ზე რომ ადამიანი დიდხანს წერს ჩემი აზრით რაღაცა ბარიერები ექნება და მაგალითად სხვანაირად აღარ ევასება რა რაღაცა ზღუდავს იმით რაღაცებში ზღუდავს აი მე ასე ვუყურებ რა OOP-ში ხო უკვე ორი დაბრკოლება გაქვს ერთი არის რომ პრობლემა გადაჭრა რასაც ჭირი მაგრამ მანამდე უნდა მოდელი ააწყო და იერარქია რაღაცა რომელიც ასახავს ამ პრობლემას და შემდგომ უკვე კოდი უნდა დაწერო მაგის მიხედვით რა ანუ კიდე ერთი ნაბიჯია რომელიც უნდა გადადგა ხო ანუ პროსტა მაგაში ცუდი ის არის რომ boilerplate წერბერს ხო OOP არის boilerplate-ის გამრავლებელი აი მაგალითად ავიღოთ აი Switch-ი არის ეგეთი მცნება პროტოკოლები C# ინტერფეისები არის შეუძლია boilerplate-ი უფრო მეტი არ იქნება boilerplate-ი არის კოდი რომელიც არ გჭირდება მაგრამ მაინც წერ ხო და OOP-ის შეუძლია პირიქით boilerplate-ი არ გჭირდება აი მაგალითად ავიღოთ ესეთი მიდგომა არსებობს protocol witness protocol witness-ი ნიშნავს რას რომ ეხა მაგალითად შეიძლება თქვი პროტოკოლები მაქვს აბსტრაქციული რომ inheritance გქონდეს ეგ ალბათ გჭირდება იმისთვის რომ მოდელებში რაღაც მაგააკეთო და double იმპლემენტაციები შეცვალო და ყველა მოდელს სხვანაირი იმპლემენტაცია გქონდეს მაგრამ რეალურად ეგ მიქსინებითაც შეგიძლია 78 წელს OOP-სთან არის არსებობდა მანამდეც აკეთებდნენ მაგას პროცედურულ პროგრამირებაში და მაგის OOP-ი იშვილა ძალიან ბევრი ენკაპსულაციაც ხო და მაგას როგორ აკეთებდნენ პროცედურულ ენებში გქონდა სტრუქტურა მაგალითად C-ში და გქონდა ფუნქციის პოინტერი შემდეგ შეგეძლო მაგალითად სხვა ინსტანსში გქონდა ამ სტრუქტურის ინსტანსი და ეს ფუნქციის პოინტერები გადაგეტვირთა ჩათვალე რომ ინტერფეისია ეს არის ინტერფეისი და ანუ ეს ხელით წერა და დაიზარა მე ბარნი იგია და ბიარნეს სტრუქტურებს და გადააკეთა C++-ის objects ჯერ მე C++-ი გაიჩნდა ხო და მე მიემატა და მაგიტო დღეს მაგალითად აი Swift-ის მაგალითად რო ავიღოთ ანუ რატომ მიყვარს ხა მე Swift-ი ჯერ ნუ cross platform-ს თავი რო დავანებოთ და ყველა გარო შეიძლება წერა მაგრამ აი არ მაიძულებს მე არ ვარ ვალდებული რომ OOP-ზე ვწერო ანუ ყველაფერი მაქვს იმისთვის რომ კლასი საერთოდ არ გამოვიყენო და მქონდეს სტრუქტურები, მქონდეს ფუნქციები და რა თქმა უნდა კლასიც მექნება სადაც დამჭირდება მაგრამ ვზღუდავ მაგას აი C# პროექტს რო ქმნი და პირდაპირ რომ namespace რაღაცაში მე კიდე მაგ კლასი ანუ მაინც და მაინც აი game development-ისთვის C# არც არის ცუდი იმიტომ რომ ობიექტზე როდესაც გაქვს ორიენტირებული შენი მთლიანი სისტემა ხო მაშინაც ანუ ცოტა ლოგიკური გამოდის რა აი ვიდეო თამაში თქვა ყავს აი მარიო რო ავიღოთ გუმბაები ხო არის რა და იმას თავისი ლოკაცია აქვს X და Y თავისი სპრაიტები აქვს ანიმაცია თავისი საუნდების ასევე თავისი ფუნქცია აქვს რომელიც
მოძრაობს იქით აქეთ. იმან ეგ არ ნიშნავს ობიექტ ორიენტირებულობას, ეგ ჩულო შეიძლება JSON-ი აიღოს ტოზე და JSON-ს ქონდეს პროპერტები, ხო? ობიექტ ორიენტირებულობას რატომაც ხალხი ლანძღავს, ეგ არ არის იმის, ეგ კაია პირიქით. ნუ არა, ამაშიც ლანძღავენ, რომ აი ფუნქცია არ უნდა იყოს მიწებებული, ანუ bags of data ჯობი აქ ქონდეს და ფუნქციები ცალკე იყოს და data flow ჯობი არ ქონდეს და ალბათ ძალიან ხო, ძალიან ჩავყვებით ძალიან რადიკალიზმში არ უნდა გადაიზარდოს. რაზეც გასაშავებელია ოპისიაც ჩავდება. საერთო ჯამში მივალთ იქამდე რომ რა solution-ია და რას ვემუშავებით და რას ვწერთ, იმაზე რაც არის ყველაზე მეტი ყველა ტექნოლოგია საკასოებს. რაზეც ვმუშაობ და enterprise development-ში და .NET-ში განსაკუთრებით იდეალურია. იდეალურია მეტია, ჩემი არის ობიექტზე ორიენტირებული პროგრამა და solid-ი მათ შორის. აი მე ასე ვუყურებ რომ 4 რაღაცა პრინციპი მაქვს, რომლითაც მაშვრები რა ქვია კოდს ვწერ ხოლმე რა. პირველ რიგში უნდა მუშაობდეს კოდი, ანუ პრობლემას უნდა ჭრიდეს პირველ რიგში. მერე უნდა იყოს მარტივი, მერე უნდა იყოს სწრაფი და მერე უნდა იყოს ლამაზი, რა. აი ეს 4 მაქვს. Make it work, make it simple, make it fast და make it beautiful, რა. და ანუ OOP თუ ამაში გეხმარება, ხო? ჩემ შემთხვევაში, ანუ რაღაცა light version OOP-ს იმეხმარება პირიქით, რა. ძალიან კარგია და ანუ ამას ვახსენებ, იმიტომ რომ მე იწყება უკვე აი OOP-ში ალბათ თორნიკე რასაც კიდე გულისხმობდა არის რომ ძალიან მარტივია რომ წინასწარ დაიწყო ოპტიმიზაცია აბსტრაქციების რომ მომავალში ეს დამჭირდება რა და შეიძლება აქ ჩავამატო და რაღაცა და over engineering-ში ხარ ეგრევე გადავაგნევთ და ხო over engineering-ი ანუ სხვა პარადიგმებსაც აქვს ეს პრობლემა რომ აქ სტრაქტი რომ აქ თუ სიმდითი გავაკეთებ ხო მაშინ უფრო სწრაფი იქნება და რაღაცა და ანუ საბოლოოდ მე აცდები რა მიზანს თუ ნელა მუშაობს რა მაგრამ პრობლემას ვერ ჭრის არ მაინტერესებს რამდენად ნელა ვერ ჭრის კი არა რამდენად სწრაფად ვერ ჭრის პრობლემას რა იდეაში მანდაც უნდა მუშაობდეს ჯერ და მერე უნდა იყოს ინჟინერინგი და აბსტრაქციები რადგან ახსენე მაგას ვალში რა ანუ გააჩნია და დეველოპმენტის პროცესზე იმიტომ რომ მაგალითად ტესტირებისთვის აბსტრაქციებზე დამოკიდებული არის მანდატორი უბრალოდ უნიშნულოვანესი რაღაცაა ის რა თქვა ნიკა გულისხმობს იმას რომ წინასწარ არის ფიქრო ისეთ რაღაცებს რომელიც ჯერ არ გაქვს თორე ხა dependency injection-ის დროს რომ ინტერფეისი უნდა გამოიყენო რომ ეს ტესტირებად იყოს ეგ ხო ეგ არ არის მინუსი OOP-ის რა თქმა უნდა OOP ანუ უბრალოდ არ ვიცი ალბათ ინჟინერზეა რა დამოკიდებული რა OOP-ის ყველაზე დიდი მინუსი ჩემთვისაც არის side effect-ები რომ ყველაფერი ანუ მე კაკრა side effect-ებთან არ მაქვს პრობლემა. მთელი ვიდეო თამაშების ყველა სისტემა side effect-ებია. State-ი გახდა global state-ი იმიტომ რომ ეგ ვიდეო თამაშებია. ხო. მაგალითად როცა მე ჩემთვის მაგალითად side effect-ები ყველაზე დიდი პრობლემაა. რომ არ ვიცი სად რა შეიცვალა და სადღაც რაღაც ისეთი არ დამხვდა რომ შეიცვალა, მაგის მერე დაჭერა ზოგადად რთულია. ამიტომაც state-ი რო გაფანტულია და გადაწყებნელია მთლიან სტეკზე, ეგ ჩემთვის მინუსია. ამიტომაც მე მაინც immutability მისჩვენია რომ მქონდეს. ხო და მანდ მივდივართ რა, თორე ის რომ მაგალითად ობიექტი რო აქვს აი Unity-ში რაც თქვი რომ მოძრაობა X, Y თავისი, ეგ მე ყველაფერი ძალიან კარგად მომწონს რა. მაგრამ თუ simplicity-ში მე კარგავს და უკვე ანუ მიწევს იერარქიებში ჩასვლა, აბსტრაქციები, ანუ კოდს რო კითხულობ, თუ მე ვერ გავიგე შენი, თუ მე მალე ვერ გავიგე შენი რა იგულისხმება, შენი solution-ი, ანუ ვეღარ ხვდები რა. იმდენად თუ გაქვს შენ ეს აბსტრაქციები გაკეთებული რომ უბრალოდ ვეღარ ჩავდივარ დაბლა რომ მივხვდე როგორ მუშაობს. ანუ ძალიან მაგიტომ მე მაქვს ასეთი წესივით ჩემთვის რომ კი inheritance-ი მაქვს ჩემ ობიექტებზე, მაგრამ აი 4-ზე მეტი მშობელი თუ ყავს რაღაცა კლასს მან აი უკვე ეჭვის თვალით ვუყურებ რა 5 მშობელი თუ ყავს ანუ ეს რაღაცა უნდა შევცვალო ან ცალკე კლასად გავიტანო იმიტომ რომ მაგას გეუბნება interface segregation-ი რეალურად მაგრამ ყოველთვის კაი არის რაღაცას ვამატებ ხო კიდე რაღაცას ვამატებ რომ კიდე რაღაც ანუ რაღაცა ის თუ მაქვს რა enemy object-ი თუ მაქვს რა და ანუ იმას ანუ enemy object-ი არის parent-ი თქვა ზომბის რა და ზომბი არის რაღაცა თქვა რაღაც mushroom zombies parent-ი და რაღაცა რომ სოკოების ზომბი ან რაღაცა და რო გავიგო ეს თქვა როგორ იქცევა როდესაც წდება ხო შეიძლება უნდა ავიდე მშობლის კოდი ვნახო რა და იმის მშობლის კოდი უნდა ვნახო და ანუ ოკეი 3 როდესაც გაქვს parent-ი არ აუშავს მაგრამ როდესაც 30 parent-ი გაქვს და ანუ ასეთი მინახავს პერსონალურად enterprise კოდში სადაც მიმუშავია მანდ უკვე ძალიან რთული ხდება ამ კოდის კითხვა რა და ანუ რთულია უკვე მანდ უკვე სხვანაირი დისციპლინა გიწევს რომ გაატარო რა OOP-ში თქვა ხო გიწევს რომ public-ად გადაყო და ესა private-ად დაყო სხვა flavor-ებში და გეუბნება რომ ამ ხრივ დისციპლინირებული უნდა იყო. ხანდახან არ გეუბნება რომ დისციპლინირებული უნდა იყო იმ ხრივ რომ ამდენი inheritance-ი არ ქონდეს და ასეთი გიგანტური რაღაცა მოდელი და ანუ ეს მოდელი მე კოდში რაც არის
აი ერთი ადამიანის ტვინში მეტნაკლებად უნდა ეტეოდეს რა და თუ ვერ ეტევა გადასაწერია და რაღაცა სხვანაირად არის გასაკეთებელი. აი მაკი რო გეყოლება, მე იქნება მაგაზე ომი. და ჩემ მხარეს დაიჭერს ის. და სიშობს და არის და ხო, ანუ აი ოპი საერთოდ ანუ აი ამ ორმა ტიპმა არც იცოდნენ აი მაგალითად არც ოპი და არც ეჯაილი არ ქონდა. ხო, რა შექმნეს? ან მაგარი პროდუქტი დადეს. აი დღეს იმიტომ რომ მაგარი ინჟინერები იყო. შეიცვალა იმის მერე ინჟინერია სხვანაირია რა. ხო, მაგრამ ამისნაირი ვერავე არის ჯერ კიდევ და ხო, აი რამდენად მე კაი რამდენად პლუსები მოიტანა მაგ შეცვლა. მე მგონი დეგრადაცია უფრო გამოიწვია ვიდრე პლუსების მომტანა. რისთვის პროდუქტების მიდგომა შეიცვალა. კაც არ მარტო ვები ხო არ არსებობს, ხო? მარტო ვებ დეველოპმენტ ხო არსებობს. აი მოდი ეს თემა აღარ გავაზრდოთ, იმიტომ ჩაიშლება რა. ჩაიხალოს მე პირიქით ეგ კაია. ხო, ანუ ეს არის long form დისკუსიის მგამია. უბრალოდ მე ამათი მიდგომა იმის მოწონს რა, ამათ კოც რო შევხედავ, იმის მიუხედავად 98-ის არის 91-ში დაწერილი. მაინც გასაგებია. დღემდე შემიძლია წავიკითხო და გავიგო. და ანუ არავითარი ფასადები არ არის, დეკორატორები არ არის ისა ესა, მაგრამ იკითხება. გითაბზე გაქვს ესეთი სატირა რო არის გაკეთებული enterprise fees-ბაზე. კი, ნახე მაგ factory number factory როა და რაღაცა და ის ხო. ანუ თუ მოინდომებ და ყველაფერს დაარქმევ enterprise software-ს, პატარა აი ელემენტარული პრობლემის გაკეთება შეგიძლია ისე რთულად, რომ რავი, ანუ ყველაფერს სადღაც უნდა გქონდეს რა, სტოპი, რომ გაჩერდე რა, ყველაფერს ვერ გააკეთებ. ანუ საბოლოოდ ასე არის რა, რომ პრობლემას ჭრი თუ რაღაცა იერარქიას აწყობ. ერთი ის იყო რა ქვია. აი game development-ში კონკრეტულად OOP არ უნდა OOP-ი მე არ ურჩევ არავის დაწყებას, იმიტომ რომ მე იწყებ ფიქრზე, რომ ანუ თუ აი თქვათ გინდა რომ წერტილი გამოაჩინო შენ იმაზე რა Windows-ში რა. ოკეი, მჭირდება ის კი point class-ი, რომელსაც X და Y აქვს და ფერი ექნება და ფერი რაღაცა ფერისთვის ალბათ მჭირდება color factory თუ რაღაცა რომ მომცეს ეს ფერი და რომელი ფერი აიღოს მოგვიწვის strategy patterns გამოვიყენებ. ხო და ანუ რაში გინდა რა? ინამი გამოიყენო მეტი არა. ხო, ანუ ინამიც არ გინდა, პროსტა ანუ გაქვს სტრუქტურა, რომელშიც კოორდინატია და ანუ ფერსაც გადასცემ. არ უნდა იყოს ასეთი კომპლექსური რაღაცა სტრუქტურის აწყება, პროსტა გახატე ეს წერტილი ეკრანზე რა. მაგრამ იცი რა არის ბევრი ეს მქონდა კიდე ამას წინათ ფიქრი game development-ში რომ ანუ თამაშს რო აკეთებ მით უმეტეს პატარა თამაშებს, ინდი თამაშებს. აქ ანუ ცოტა YOLO coding-იც უფრო ჭკვიანურია, ვიდრე ასეთი დალაგებული, ტესტირებული და იერარქიული და ასე შემდეგ. იმიტომ რომ დიდი უმრავლესობა თამაშების, ხო? დიდი უმრავლესობა თამაშების თავდება იმ დროს, როდესაც უკვე გიკბენს ეს ისა რა ქვია. შენი ეს ვალი რაც დაგროვილი გაქვს რა. რა ქვია code debt თუ რა ქვია? code debt. tech debt, ხო. ანუ რომ კი გიგროვდება, მაგრამ უკვე გამოუშვი თამაში და მაქსიმუმ bug fix-ები გადაჭირდეს და всё, რა. ანუ მე როდესაც მუშაობ თამაშზე რაღაცა 6 თვის განმავლობაში, ხო? მაგის ფუფუნება, რომ ცოტა YOLO coding-ი გაუშვა copy paste იქით აქეთ და ანუ მე უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა რა. და შეიძლება საერთოდ და ანუ იმ 6 თვეებზეც არ მივიდე. პირველივე თვეში მივხვდე რომ ეს არ მუშაობს. და გადავაგდო. და მაგალითად მაგაზე overthink-ს აკეთებ, რომ არქიტექტურას ვფიქრობ და რაღაცა არ იქნებოდა ეფექტური. მაგრამ თუ უკვე ვიცი, თუ თქვათ ვაკეთებ რაღაცა წყალქვეშა ნავის რაღაც კოდს წერ, რომელიც ანუ თუ არ იმუშავებს რაღაც 10 სხვა ოსანს დაბრიდავს თუ რაღაცა, მაგ შემთხვევაში გჭირდება ცოტა over engineering-ი არა, მაგრამ უფრო სიფრთხილით და ანუ YOLO coding-ით. თუ იცი რომ 300 კაცი მუშაობთ მაგ პროზა, მაშინ მოგიწევს რაღაცები წინასწარ ფიქრი. ამ 300 კაცთან როგორ იმუშაო ისე რომ რაღაცები არ ადღლიზოთ უბრალოდ ერთმანეთში. ანუ ძალიან მიყვარს ასეთი პოლიცია ჩვეულებრივი. ამასნია წავიკითხე რომელიღაც ფორუმზე YOLO memory management-ი რა, ასე ერქვა რომ ესე იგი, აკეთებდნენ Lockheed Martin-ში სადღაც იყო, აკეთებდნენ რაკეტის იმას რაკეტის მიკროკონტროლერში წერდნენ კოდს რა და ანუ ეს heat seeking missile-ია, რომელიც იპოვის რაღაცა ტემპერატურაზე რაღაცას და ყველაზე მაღალი რომელსაც აქვს იმას გაყვება ან რაღაცა მსგავს გააკეთებს რა. და ანუ ერთ-ერთმა ახალმა დეველოპერმა ვინც იქ იყო შესული, შეამჩნია ასეთი რაღაც, რომ მალოკებს აკეთებდნენ რა და free არსად არ იყო. არსად არ იყო free და გადაირია, ანუ embedded სისტემა ხო, ძალიან ცოტა memory გვაქვს, ხო, თან რაკეტის ის რომ აფეთქდეს რაღაცა ხო და ლიდმა აუხსნა რომ ჩვენ ასეთი ის გვაქვს, რა ქვია, სტრატეგიაო რა, რომ რა ქვია, destroy memory on final თუ რაღაცა მსგავსი რაღაცა თქვა, მაგრამ რეალურად რა იყო ახსნა რა.
საშუალოდ memory leak-ები რაც გვაქვს რა, ანუ 5 წუთში რაღაც 1 მეგაბაიტს აგროვებდნენ რა. და ანუ რეალურად memory ქონდა რაღაც 4 გიგაბაიტი ამ მიკროკონტროლერს რა. და ანუ რაკეტას იმდენი საწვავი აქვს რომ გაძლოს თქვა 2 საათი რა და 2 საათში ვერც კი მოახერხებდნენ რომ შეევსოთ ეს memory რა და ანუ როდესაც საბოლოო მიზნამდე მივა ეს memory ისედაც გათავისუფლდებაო რა იმიტომ რომ აფეთქდება ეს რაკეტა რა და ანუ მაგიტომ არის free by destruction თუ რაღაცა მსგავსია თქვა რა ხო რომ ანუ აღარ აქვს მნიშვნელობა მანდ garbage collections იმიტომ რომ მიკროკონტროლერი უკვე მტრად არის ქცეული როდესაც freeing-ი გინდა რა და ანუ მაგიტომ პრობლემიდან გამომდინარეობს მე მგონია რა ყველაზე მეტად რომ აი OOP-იც რაღაცა ადგილებში გამოსადეგია და ისიც გამოსადეგია ყველა ტექნოლოგია ეგრეა ხო და აქაც ანუ ტიპები ხო არ ხსენია რომ აი მალოქს იყენებენ freeze გარეშე რას ქვია ანუ დაკრეშა კომპიუტერს მაგრამ ნუ ხო ფეთქდება ბოლოს და თავისუფლდება რა garbage თავისაკეს აკეთებს ხო რა ეგ არის რაღაც ანუ ჩვენ ხო ანუ at the end of the day ჩვენ ვიყოთ ანუ problem solver-ები რა მე დღეს ანუ თანამედროვე development-ში არ მომწონს თანამედროვე ინჟინერებში რა ეგ არ მომწონს რომ ანუ ვიღაცა წარმატებული ბლოგერის სტატიაში რომ წავიკითხე მე რომ ეს რაღაცა სწორია ეს ვაფშე არ ნიშნავს ჩემთვის რომ დატოვა სწორი ნუ უნდა გატესტო თუ დაგიმკიცებს საკუთარ პრაქტიკულ მაგალითებს მოგიყვანს რატო იმუშავა ინჟინერი ანუ მარტო ის ხო არ არის რაც შენ გინდა სიტუაზე რა ბიზნეს რა უნდა ეგ ინჟინერინგი ისეთი რაღაცაა რომ არ არსებობს იმას ყველა edge case-ი გათავისუფლებული ქონდეს რაც მე დამემართება და რაც მე მექნება ბიზნესში იმას შეიძლება გატესტილი აქვს A B C D case-ებში და კი ბატონო იქ კაი პატერნია და A B C D-ში გამოიყენებ მაგას კი ბატონო მაგრამ იმას არ ხო მე მაგას ვამბობ თანამედროვე დელომში არ მომწონს რომ ვიღაცეები დღეს უმეტესი ადამიანი ვიღაცებს просто ბრმად უყურებენ რადგან იმან თქვა მაგალითად MVVM-ი კარგია მოდი ყველა პროექტში გამოვიყენოთ MVVM. არა, MVC-საც გამოვიყენებ სადღაც, იმიტომ რომ ნუ მაწყობს რა, არ მჭირდება. ანუ, როდესაც რაღაცას წაიკითხავ და ახალ ტექნოლოგიას გთავაზობენ ან რაღაცა, ხო, ყოველთვის ამბობენ, რომ აი ამაში და ამაში დაგეხმარება, მაგრამ იქ ეს არის გამოტოვებული ან შეიძლება თვითონაც არიციან, რომ ამოში დაგეხმარება, მაგრამ დრობექი აქვს ეს X და Y-ი რა. და ანუ ამ ეს X და Y-ი შეიძლება არ გიღირდეს, მაგრამ ანუ კარგი ინჟინერი მაგას ცდის, ნახავს რეალურად ღირს თუ არა და შემდგომ ანუ მე ჩვენ გადავწყვიტო, ხო, ზუსტად ეგაა. ეხლა მაგალითად ძალიან პოპულარული არის იმაში, რა ქვია, iOS ინჟინერში ბოლო დროს იყო clean architecture. და ყველა ეს Uncle Bob's clean code-ზე საუბრობ, ხო? clean code-ია, კი Uncle Bob's-ა კიდე clean architecture. აჰა. და clean architecture, ანუ როგორ ელაპარაკება state-ი. Photoshop.net-ში ძალიან პოპულარულია clean architecture რა. ბიჭო, ყველ ბიჭო რა არის რაღაცები რა, პრობლემებსაც აგვარებს, მაგრამ ანუ მე და შენ თუ გვინდა კალკულატორის დაწერა, ანუ რავი რა, მაგისტვის არ ვარ გაიგ რა. ნუ ჩატენი ყველგან მაგას. დაჟე ვიტყოდი რომ ანუ ეს clean code-იც ცოტა მოძველებული არის იმ ხრივ რომ ანუ ეს Uncle Bob-იც რავი 20 წელი ალბათ production code-ი არ დაუწერია ტები დადის იმიდან კონფერენციიდან კონფერენციამდე. ხო და full სიგეგეს ხო და თავის ციგნებს ხედის რა. ხო და ანუ საერთოდ თავიდანვეც ალბათ უბრალოდ რაღაცა სტრუქტურის enforcement-ი რო ხდებოდა რაღაცა კარგი იყო მაგას. თავის დროზე როცა მაშინ ოპს ყველა სწავლობდა მაგალითად მაგის solid პრინციპების იმას რო უყურო პირველ ვიდეოს 96-ის ვიდეოა მე მგონი რა რაც კონფერენციაზე არის მაშინ რო usვინო ისეთ პრობლემებზე საუბრობს რომ ნუ საერთოდ რელევანტური მაგრამ აი უყურე რახან OP-ზე ასე დადებითად შენ არ გჭირდება ეს იდეაში მაგრამ ასე დადებითად რო ფიქრობ OP-ზე შეგიძლია ნახო Casey Murators ეს არის ლექციების სერიალიით არის მე მგონი 4-5 clean code bad performance თუ რაღაცა ასეთი აქვს რა და ტიპს აქვს აღწერილი ძალიან დეტალურად ანუ ეს სხვადასხვა clean code-ით დაწერილი ისა, ნუ თუ performance გაძლევს, შეიძლება უფრო ნელაც იწერება კოდი და ასე შემდეგ, რაღაც შემთხვევებში რა. და ასევე აკრიტიკებს თავიდან ბოლომდე იმ აზრს, რომ ანუ Uncle Bob მოვიდა და თქვა, რომ
ესე რომ დაწერ, უფრო ის იქნება, გასაგები იქნება და უფრო სწორი და დაასაბუთა. ანუ ეგრე არ ვთქვი, ანუ მაგას ვიზახი რა, რომ პრაქტიკული მაგალითები მოყავს ანკლბობს ნებისმიერ ყველა მის სესიას, რომ შეხედო ლექციებსაც და კიდე იმ კონფერენციებსაც, ხო? მე მესმის ის პათოსი, რომ კლინგონი დაიწყო, მაგრამ 2004 წელს საერთოდ ეგ წიგნი რა, ან პირო გამოუშვა პირდაპირ. ნუ იმენა 20 წელია გასულ. ანუ ძალიან ადრე იყო და მაშინ დეველოპმენტი რო სხვა იყო, მაგას გადასარევად ვიაზრებ რა, მაგრამ ანუ უბრალოდ საუბარი ისაა, რომ ძირითადი პრინციპები და რაღაცეები ხო, საერთო ჯამში მაინც დღემდე ისაა, რა თორე თვითონ ეგ წიგნი რო თქვა ძველია რაღაცები თანამედროვეში ისე აღარ არის როგორც იყო თქვა კოუდსმელები შეიცვალა, ახლები დაემატა, იმიტომ რომ დეველოპმენტი განვითარდა და ასე შემდეგ. მაგაში გეთანხმები, კი ბატონო. მაგრამ ხო, ანუ საერთო ჯამში რაღაცები მაინც ჩება ისე რომ 10-40 წელი რო გავიდეს რაღაცები ობიექტი სულ იქნება ხვდები და რაღაც პოლიმორფიზმიც სულ იქნება პირობითად რა. აქედან გამომდინარე საერთო ჯამში ხო ალბათ პრობლემის სოლვინგზე ჩვენი მიზანი кейსის კრიტიკა მანდიცი რა იყო დასაბუთებული აქ რაღაცა სილოგიზმებით და იმით ანუ makes sense რო კითხულობ რა მაგრამ ანუ შენივე გუნდში ეს გააკეთე და თქვა გააკეთე ალტერნატიული და ასე უფრო სწრაფად გააკეთეთ კოდი, ასე უფრო სწრაფად დაიწერა კოდი და პროექტი უფრო მალე მიიღწა თუ ხო და აიკაკრა ზუსტად მაგალითზე რადგან ისევ ანკლბობზე ვარ და მათემატიკაზე ანკლბობის ყველაზე ხშირად რაზეც აკრიტიკებენ არის ის რომ ძალიან promotions უკეთებს test driven developments რა რომელიც არის ძალიან კიდიდიზე ოკეი რომელიც არის ძალიან ბიზნესზე მორგებული ოღონდ სხვანაირი მიდგომები სჭირდება და სხვანაირი რაღაცები რა ანუ ასე რომ ტედე დანერგო მარტივი არ არის რა იმიტომ რომ მეტი დრო მეტი ფული მეტი რაღაცა legacy სისტემას რო არა დოტნეტი რა შოშია ტიდიდი დოტნეტში კი არა რა ბიში კი არა მაგან უბრალოდ ტიდიდი მე რა მგონია იცი აი ბიჭო აი ამათ ესენი რა ჩაგესახეთ ტიდიდი environment-ში თელ თავის პოტენციალს დაკარგავთ არა არის ამდენ თვითონ რო ჩაგესვა თელ თავის ამათ დროს ბაგი მართლა ფიჩერი იყო. Rocket Jump-ი რო გამოიგონეს, თავიდან ბაგი იყო. და მე დატოვეს პროსტა ის რა. კარგი მექანიკა აღმოჩნდა და მაგიტომ. კარგი მექანიკა აღმოჩნდა თორე ანუ არა ეგ რა შორშია. გაფიქსავ და 5 წამში ტესტ-driven development-ი რო ყოფილიყო, მაშინ ბაგად დააფიქსირებდნენ მაგას და Rocket Jump-ი დღეს არ იქნებოდა. უბრალოდ იმას ვამბობ რომ ტიდიდი არის ჩემი აზრით როგორც აი ძალიან მაგარ სპორტსმენს რო რაღაცა დააბავ ერთ ადგილას და რაც კოუპს რომ ისცემ. და აი ყველაფერს წესების legacy სისტემაში ძალიან კარგია. კი ბატონო, ხო და მე მაგას ჩემთვის ინჟინერისთვის, ხო, ვიღაცა ფეხბურთელისთვის ხო ოკეია, რომ თავის მთელი კარიერა ითამაშოს რავი რაღაცა სტილის ფეხბურთი და ოკეია, ხო? აი ბიზნეს მე უფრო ბიზნეს ხო და ბიზნეს რა უნდა? ბიზნეს და რესურსი აქვს და რა უნდა? ხო და რაც უნდა ეს ბიზნეს მე მინდა რომ მე ბედნიერი ვიყო და მე რომ კოდს დავწერე და ჩემი სამუშაო დღე რომ მორჩება მე მინდა რომ ბედნიერი ვიყო იმით რაც ვაკეთებ და ბიზნეს რაც უნდა ბიზნესი აუცილებლად იპოვის ისეთ ინჟინერებს ხო და ბიზნესი აუცილებლად იპოვის ისეთ ინჟინერებს და ისეთ დეველოპერებს რომლებიც თავიანთ ნიდს შეასრულებენ მე ყოველთვის გავაკრიტიკებ ეგეთ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ მე ეგ არ მაბედნიერებს, კაცო. მე კი არ ვამბობ ეგ. ანუ enterprise development-ში სინამდვილეში სიამოვნების მიღებაც შესაძლებელია ძალიან ჩვეულებრივ. მაგას ხო მეთანხმები. კი ბატონო, ოღონდ ინდივიდებს გააჩნია. მე ვერ ვიღებ მაგას. ხო, ანუ ეგეც ლოგიკური არგუმენტია, რომ დეველოპერები იყოს მაგასაც აქ ნიშნავს. რამდენად სწორად წერ, რამდენად გამართულად, რამდენად სწორი მიდგომები და რამდენად ვითვალისწინებ ბევრ რაღაცას. ხო, მე რომ მაგას ვამბობ, იმას კი არ ნიშნავს, ვიღაცას ვახარასებ. უბრალოდ ანუ ჩემთვის ეგ როგორც საინტერესო პრობლემები არ არის, ანუ საინტერესო მუშაობის პროცესი არა, აი, მაგალითად agile მუშაობა. ანუ არ ვიცი, ანუ ხო, ეგ ხელი შემშლელია, მაგრამ agile-საც გააჩნია ჩემი აზრით რა. ხო, ანუ ეს არის agile-ს. ეხლა ყველაფერზე რო ვისაუბროთ, ეხლა ყველა თემაზე ვიტყვით, ყველაფერს გააჩნია. უბრალოდ ეხლა არის რაღაცები, რასაც აი იმიტომ რომ რეალურად ანუ პრობლემა ალბათ ხო, რასაც ჭრი. ანუ ისევ იმაზე მივდივართ რა. Solution საჭირდება. ხო, ანუ garbage collection by destruction რო არის, ანუ მანდაც free apps არის ხენებდნენ, მაგრამ გამო შენ ინდია თამაში სამი კაცი რომ მუშაობთ ხა მან დრო რაღაცა stand-up-ები მქონდეს და რაღაცა რეტროები და ანუ რა თმინდა ანუ კაცი ხო, მაგრამ ხა 20 კაცი რო ხარ ჯგუფში და ხომ და იცოდე რა ვინ რა ფაზაში. ხო და ნუ ხართ 20 კაცი დაიყავით. ხო, შეიძლება ბიზნეს არ ჭირდებოდეს 20 ანუ ეს უკვე აი lead developer-ი ასე ფიქრობს უკვე ბიზნესის მხრიდან, ხო? მე ასე უყურებდი რა, რომ ანუ ასეთ რაღაცებზე უკვე მაშინ ფიქრობ, როდესაც ბიზნესი გათვითცნობიერებული გაქვს, სად ზის ანუ სამყაროში რა და უკვე იცი შეიძლება საერთოდ
mobile აპლიკაცია კი არ გვინდა ეს ჯობია რომ იყოს ვებსაიტი რა ჩვენი მთლიანი ისა და ანუ ასეთ შეკითხვების დასმა მაშინ შეგიძლია როცა უკვე გაეცანი ამ ბიზნესთან უკვე ლიდადაც შეგიძლია მუშაობა მან სხვათა შორის ის მქონდა რომ ანუ აი ეს ლიდამდე სანამ ადიხარ ესა game development-შიც იგივეა რომ სხვადასხვა რაღაც შეკითხვებზე პასუხი რო შეგიძლია რომ აი მაგალითად junior-ს შეუძლია რომ შეკითხვა რას უპასუხოს რა ანუ რა უნდა გაკეთდეს რა და ამ შეკითხვის დასმა შეუძლია middle-ს შეუძლია რა და როგორ რომ ანუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს ეგეც იცის რა და senior-ს შეუძლია რა როგორ და რატომ უნდა გაკეთდეს რა რომ ანუ საერთოდ ეგება ანუ შეუძლია რომ product owners დაელაპარაკოს და უთხრას რომ ანუ ეს საერთოდ რატომ გვინდა ეს feature-ი და მე მიხვდეს რომ საერთოდ არც გვჭირდება და ანუ ერთი კვირა კოდის წერა დაზოგე და ყველაზე კარგი კოდი არის კოდი რომელსაც არასდროს არ დაწერ იმიტომ რომ ვერ გაფუჭდება და ანუ უსასრულოდ რაც კოდს არ დაწერ მით უფრო ის ნაწილები რომლებიც არ არსებობს ვერ გაფუჭდება და maintenance-იც არ უნდა და ანუ აი ხო ხედავ რა ბიზნესზე უკვე იწყებს ფიქრს და აი ლიდი არის მე უკვე როცა ასეთ რაღაცებზე ფიქრობს რომ შეიძლება საერთოდ აქვს ხო საერთოდ ეს მაგას მომწეგან მაგიტო ვთქვი რომ რაღაც არ მომწონს თანამედროვე დეველოპმენტში არის ის მეთქი ანუ ეს ადამიანები რო კითხულობენ ამ პატერნებს დღესთან ხო იცი ყველა ინდოელი სტატიას წერს просто რაღაცა რომ დაგუგლო რაღაცებს ამო აი ხო ChatGPT-ს მით უმეტეს მით უმეტეს სტატიებს ამოიგდებს ახლა გამომდინარე ანუ იმდენ რაღაცას ნახულობ და მე როგორ არის middle developer-ების ერთი თვისება რა არის code reviews რომ ამზადებენ კოდს რა უნდათ ხომე რომ fancy გამოჩნდეს ხომე რა მით უმეტეს ეგ enterprise-ია ხომე რა რომ იმაში Slack-ში რო ჩააგდე pull requests და სამ კაცს რომ უნიშნავ მას და ეხლა რო გინდა რომ ამ სამმა კაცმა შეგაფასოს შენი level-ია და ძირთად რას ეკეთებენ ხომე ანუ უამრავ სამსხურში მაგრამ ზეპირად ყველა უმეტ 99% middle-ი ეგრეთებს ხომე რომ რას ეკეთებენ ხომე რა ანუ ძალით აქვს სპეციალურად გართულებული თავიანთი solution ნუ features აკეთებ რა ნუ რას ეკეთებენ რა ანუ impressive რო იყოს რა ცალსაკი აქვს დაშლილი ყველაფერი ფაილებში რაღაცა პეტერნები აქვს შეიძლება გქონდეს სამი condition-ი მეტესობა ალბათ შეიძლება გქონდეს სამი რა უმეტესობა აკეთებს ალბათ ამას სამი condition არა ყველა სამი condition-ი შეიძლება გქონდეს აი if else და else if რა მაგას მას strategy pattern-ი აქვს გამოყენებული მაგალითად ან dictionary აქვს და dictionary-ში key-ს მიხედვით closure-ები აქვს ხო და რეალურად მე პირიქით ეგრე არ ვაფასებ რა ანუ თუ არ გჭირდება არ უნდა გააკეთო რაც მე მარტივად წავიკითხავ და ხვალ რაღაც გაფუჭდება და შენ რო ჩემს სამსხურში აღარ იქნები რაც მაგ პრობლემას მარტივად ვიპოვი ჩემთვის ეგ არის კაი კოდი ხო აი შენ ბიზნესზე ფიქრობ ის ფიქრობს როგორ უპასუხოს შეკითხვა როგორს რა და აი როგორ დაწეროს და აი რო ეს იყოს თან ანუ კარგი ინჟინერს მე მგონი უნდა ქონდეს იმის უნარი რომ გადააბიჯოს ეს თავის ეგოს რა და ანუ დაწეროს დებილური კოდი იმიტომ რომ ეს დებილური კოდი შეიძლება დაჟე უფრო ნელიც იყოს მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი თუ არის რომ მარტივი იყოს სხვა დეველოპერმა წაიკითხოს მარტივად და მე რომ მოუბრუნდება მარტივად წაკითხვა და იყოს ხო მაგ შემთხვევაში უნდა შეეძლოს რომ ეს ასე ვთქვათ დაიმციროს თავი თუ არ გამოიყენებს ამ მაგარ რაღაც პატერნებს რა მაგრამ დაწეროს simple და stupid კოდი რა ეგ პატერნებიც რეალურად ყველა არ არის გამოსადეგი რა ანუ სად რა რუდის გააჩნია რა უბრალოდ ესე ბრმად ესე შპარგალგასავით ქონდეს პატერნები გახსნილი და მე ესენი ვწერო არა თან პატერნი ანუ პრობლემა გადაჭერი და მე შეიძლება პატერნი დაააპლაიო და პატერნიდან ხო არ უნდა დაიწყო კაი ნელ-ნელა რომ ბოლოსკენ გავიდეთ როგორც წესი ბოლოში გვაქვს ხოლმე ეგეთი ტრადიცია რომ ხუთი რაღაცა მატერიალი დავასახელებინოთ ხოლმე სტუმარს რა ახლა შემთხვევაში შეგიძლიათ დაასახელო ხუთი თოქი ხუთი თამაში რომელიც ძალიან გიყვარს ინსპირაციის წყარო რაც გინდა მოკლედ რას ურჩევდი მაყურებელს რომ გინდა თამაში გინდა რაც გინდა როგორც ხუთი ზოგადად მასა ოკეი კი დავიწყებ ემით Mike Actonis თოქია 2016 წელს არის გაკეთებული Mike Actoni არის engineering manager-ი მე მგონი Insomniac Games-ში თუ რაღაცა აი Spider-Man-ის კონსოლის თამაშები მაგით გაკეთებულია და სხვათა შორის ეგენი პატერნებს არ იყენებენ C++-ს იყენებენ მაგრამ template-ებს არ იყენებენ ფაქტობრივად C-ს ვიყენებთო რა STL-ს არ იყენებენ როგორც ვიცი STL-საც არ იყენებენ არც OOP-ს არ იყენებენ აქვთ სტრუქტები და აქვთ ფუნქციები და всё და ანუ დაჟე ასეთი რაღაცა თქვა რომ ესო ჩემ გუნდშიო თუ ვინმე templates დაწერსო ხო ну უნდა გაუშვათო რა გუნდიდანო მაგრამ მანამდე დავხრიდავთო რა ხო და ანუ რამდენად ის აქვს მაგრამ ყოველ ჯერზე კონსისტენტურად დებენ კარგ მაღალხარისხიან თამაშებს და მაგრა ოპტიმიზირებულს რა
და მანდ სრულიად სხვანაირი პარადიგმა არის ამის ფიქრით data oriented design ქვია რა. აი ესენი data oriented design-ს აკეთებდნენ ისე რომ არ იცოდნენ მათ რა და ანუ ეს მერე OOP-მ გადაფარა და ეხლა შეიძლება შეგვეძლოს ახლიდან ანალიზი. ამიტომ Mike Acton, ანუ ეს YouTube-ზე დევს ეს თოქი, ეს არის ძალიან მაგარის რა. ძალიან მაგარი თოქი არის და მაგაზე დაფუძნებული. რა ქვია თოქს? არ მახსოვს, მაგრამ Mike Acton 2016 რო ჩაწერო, ხო, ამოგიგდებს პირდაპირ. Data oriented design შეიძლება. მაგრამ აი Handmade Heroes სასტავის ეს არის ეგ, აი Casey Muratori და Jonathan Blow და ესენი რო არიან, ეგენიც მსგავს approach-ს მიყვებიან და აი მეორე კაკრას Casey Muratoris ის იქნება რეკომენდაცია. Casey Muratori არის game developer-ი არ არის, მაგრამ უმუშავია game development-ში. ანუ game engine-ებში. ხო, game engine-ებზე უმუშავია და ალბათ ნათამაშები გექნება რაღაცა AAA თამაში, რომელშიც მისი კოდი ეშვება. აი თუ რამე ვიდეო playback-ი არის რა, იმაში რა ქვია, ვიდეო თამაშში მისი კოდი გაშვებული გაქვს რა. იმიტომ რომ რაღაცა encryption-ი, კი არა, encoding-ი და strapy playback-ი გააკეთა ვიდეო თამაშებისთვის რაღაც. მაგრამ მაგას აქვს რაღაცა ძალიან დიდი სერიალივით ეპიზოდები, სადაც სრულიად ნულიდან Windows 12 API-ით ქმნის ვიდეო თამაშს ნულიდან. თან პირველ ვიდეოში აქვს Windows XP. ხო, Windows XP-დან ხო და მე ანუ upgrade-ებს და რაღაც. ანუ 700 ეპიზოდი აქვს რა. 700. აი მანდ განიხილავს აბსოლუტურად ყველაფერს. ძალიან მაგარი ვიდეო აქვს დასაწყისში, ინტრო მაგის ხო გახსნა. მე მგონი ახლა ბავშვობაში ესე მასწავლეს თამაშების კეთება, რომ ნულიდან და ეს კლავიატურა ნელ-ნელა რო აწყობს ამ სეტაპს. ხო, ეგ არის. კლავიატურას მოიტანო ძალიან. მე მაგის ვებსაიტზე პირველი ეპიზოდი რაც ვნახე, აი Windows 12-ის ახსნით იწყებს თუ რაღაც. Build tools რო აწყობს და DirectX-საც, direct ხო, Build tools აწყობს. ანუ ის არა აქვს build tool-ი არც აქვს, просто ერთი სკრიპტია, რომელიც თვითონ აკეთებს რაღაცა და ითის მე სის უშვებს. კი და ანუ ეს ძალიან გამოსადეგი რესურსია ნებისმიერი დეველოპერისთვის ან მით უმეტეს game developer-ისთვის რა. DirectX-საც გადის მანდ, OpenGL-საც გადის, software rendering-საც გადის და ყველაფერს რა. და მაგის ბოლოს არის რაღაც სამგანზომილებიანი თამაში. და აბსოლუტურად ყველა ხაზი კოდი რაც დაწერა, ჩანს ამ სტრიმში. ეს არის მეორე რაღაცა. მესამე არის თოქი ასევე ესე იგი Erlang-ის შემქმნელის თოქი არის Joe Armstrong ქვია, გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ რა. ხო, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. Joe Armstrong-ის Erlang-ი ხო მაგის შექმნილია და აი თითქმის მთელი მსოფლიოს ტელეფონიის სისტემა Erlang-ში იყო დაწერილი Siemens-ის იმაზე და ანუ დღესაც Erlang-ში მუშაობს რა, ეს ტელეფონიის სისტემის დიდი ნაწილი. და მას აქვს თოქი The mess we are in ასეთი რაღაცა ქვია და ანუ საუბრობს აი JavaScript-ის sense-ზე რომ იქ galp-ი grand file-ი არ გაქვს სწორადო და ის არ გაქვს ეს არ გაქვს და ძალიან საინტერესო ხედვა აქვს რაღაცა მომავლის რაც სხვისგან არ მსმენია საერთოდ რა რომ აი URI-ების გამოყენება რომ რაღაცა პროგრამა წამოიღო რომელიც დაჰეშილია საინტერესოდ მაგრამ ზოგადად საუბრობს meta level-ზე აი პროგრამირების აი დეველოპერების tooling-ის და ასე შემდეგ თავი პრობლემა რა ბილდები რატო აირევა ან კომპილაციის დროს რაღაცა რატომ ხდება და ასე შემდეგ ძალიან საინტერესო არის და ილუსტრაციას აკეთებს იმისას რომ ანუ მარტო პროგრესი კი არ ყოფილა რაღაცა მხრივ რეგრესიც გქონდა პროგრამირების სამყაროში რა და ბევრი რეგრესია და ანუ ეს არ ჩანს იმიტომ რომ hardware ინჟინერები ძალიან მაგარ შედეგებს დებენ ყოველ და მაგარი hardware-ი გვაქვს ხო მაგარი hardware-ი გვაქვს მაგრამ მაინც უნელია უმეტეს software-ი ანუ ეხლა დაგვეწია იმიტომ რომ Moore's law-ს გამო ანუ ვეღარ ასწრაფენ პევენ ასე ხშირად რა მაგაზე საუბრობს მეოთხე იქნებოდა ესა ნუ თამაშებს და იმას რო არ ვახსენებ ხო ხედავ იმიტომ რომ ანუ იგივე ის არის ეხება ამას The Mythical Man Month შეიძლება იცოდეთ ხო წიგნი Mythical Man Month და ყველა ძველი ფოტოშოპის მაგრამ ძალიან გამოსადეგია ნებისმიერ პროექტ მენეჯერისთვის გამოსადეგია და ანუ მან ყვება რომ აი როგორც თქვათ აი ორი პროგრამისტი ნახევარ-დროში ვერ გააკეთებს რა რაღაცა პრობლემას და 10 პროგრამისტი 1/10 დროში ვერ გააკეთებს რაღაცას. დაჟე პირიქით უფრო უნდა შეიძლება შენელდეს რა. და ანუ ეს მე მგონია რომ ნებისმიერი lidy ვისაც უნდა რომ განსაკუთრებულად კარგი lidy იყოს, ხო? ეს წიგნი წაკითხული უნდა კონდეს, აი გარდაუვალია რა. Mythical Man Month, აი ზოგადად ნებისმიერ მენეჯმენტშიც გამოგადგება რა. შენი თავის დამენეჯებაშიც დაგეხმარება ეს. ეს არის მეოთხე. და მეხუთე იყოს ვიდეო თამაშს ამოვირჩევ. ნუ Minecraft-ს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ყველა მიცის. აი ვიტყვი ბალატროს. ბალატრო გამოვიდა წელს Game of the Year არის. Love to Dish-ია სხვა შორის აწყობილი. Game of the Year-ის პოტენციალი აქვს. ნომინაცია აქვს გაკეთებული რა. წელს რო იქნება Game of the Year.
არ ვიცი, მე მგონი დეკემბერშია რა. მე მგონია რომ ეგ მოიგებს რა. ბალატრო Game of the Years აჯობებს აი სხვა რაღაცა იმედ AAA თამაშს. ანუ კარტის თამაშია. ანუ პოკერივით არის. ოღონდ ძალიან საინტერესო მექანიკებით არის. ანუ ტიპები ასე აღწერდნენ რომ ანუ ეს თამაში არის ჰეროინიო რა. ის იმდენად სახალისო და კარგად გაკეთებული ბევრი რაღაც. ანუ ისეთი მარტივი თამაშია რომ ამას რაღაცა რო ჩაუვიდი და ერთ თვეში გააკეთებდი რა. თავიდან ბოლომდე ააწყობდი ერთ თვეში. მაგრამ ტიპი 2 თუ 1 წელი მუშაობდა ამ თამაშზე და სულ ცდილობდა რომ ეს gameplay loop-ი ყოფილიყო რაც შეიძლება დახვეწილი და smooth და რაც შეიძლება კარგი. ანუ მან მუშაობის 99% არის game design-ში. აი ვისაც game design-ი აინტერესებს რა, game design-ის master class-ია ეს ბალატრო. მარტივი პოკერის რაღაცა მექანიკებია გამოყენებული და კომბინაცია გააკეთა რაღაცა ესა roguelike-ების რა. და ანუ მაგით გამოვიდა ძალიან განსაკუთრებული თამაში. თან ეს ამ თამაშის პოტენციალი აქვს რომ წელს გამოვიდა, კი. რომ აი Solitaire-ს როგორც თამაშობს რა, ბეიბურო თამაშობს Solitaire-ს ეს თავის ინტერვიუში ამბობს, რომ მასეთი მინდა რომ ბალატრო ყოფილიყო რა, რომ გახსნი და პროსტა წაითამაშო 15 წუთითო, იხალისებო, ისიამოვნებო და მე ნუ გააგრძელებდი Excel-ში მუშაობასო რა. და ძალიან და სადაური ეს ტიპი მე მგონი ამერიკელია. ანონიმურ, ანუ მისი სოციალური ქსელი არა აქვს და რაღაც. აქვს სოციალური ქსელი, რაღაც Twitter-ზე არის local thunk ქვია რა. Local thunk საერთოდ იმიტომ ქვია, რომ თავისი ცოლი R-ში წერდა რაღაცა კოდს რა და ეს რო უხსნიდა და variable-ებს რაღაცებს უხსნიდა რა. მე ანუ ლოკალურ დეკლარაციას აკეთებ და მან ესო მე ცვადებისთვის სიტყვა thanks ვიყენებ ხოლმეო რა, ცოლმა უთხრა და მაგიტომ local thank დაირქვა რა, ძალიან სოციალური ის არის. ხო და ანუ Wukongიც ანუ ძალიან მაგარი თამაშია რა, მაგრამ ანუ აი მან იგივე ფორმულაა, რაც ბევრ სხვა თამაშია. God of War-იც ფაქტობრივად Wukong-ივით არის და ანუ რაღაც ბევრი მსგავსი აი story based hack and slash თამაშები ეს არის ფორმულა ერთს და იგივე. ბალატროს სრულიად ახალი ფორმულაა და აი თავიდან ბოლომდე game design-ია რა. და მაგიტომ ეს მეხუთე ეგ იქნება რა. ძალიან დიდი მადლობა. ნიკა. გასაო მადლობა მოწვევით. ძალიან საინტერესო. ცოტა ბოლოს კი დავწყეთ ერთმანეთს. ოფიზე ყოველთვის მასე იქნება, აცი გეწოდინებათ რა. შემდეგ კიდე ეს თომასიც მოვიყვან ჩემ ხარეს იქნება. ველოდები შემდეგს. მადლობა მეგობრებო. 6 ეპიზოდია და მეგონი არც ერთში ჯერ არც Dev Story-ში არც ეპიზოდებში არ მithოვია. არც ლაიქი, არც subscribe-ი და ეხლა მე-6 ეპიზოდში უფლებას მივცემ ჩემ თავს და ბევრი გვიყურებს, ბევრი ადამიანი, მაგრამ ნუ subscribe-ი შედარებით ცოტა გვაქვს. 3-ჯერ მეტი, 4-ჯერ მეტი ადამიანი გვიყურებს დაახლოებით, ამდენი subscribe-ი გვაქვს და თუ მოგწონთ და ძალიან დაგვეხმარებათ. საინტერესო იქნება мотивაციისთვისაც და ზოგადადაც საინტერესო ფაქტი იქნება, რომ ბოლოს subscribe-ს დააჭიროთ. მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა ნიკას და შევხვდებით მე-7 ეპიზოდში.